იქნება ეს დიდი ხნის წინ მომხდარი ძარცვის შედეგად დაკარგული ნადავლი, გაუჩინარებული ნახატები თუ უცნაური არტეფაქტები, რომლებიც რწმენას სცილდება, ისტორია სავსეა აუხსნელი მოვლენებით, რომლებიც ჯერ კიდევ ახსნას ელოდება. ისტორიკოსები მუდმივად ცდილობენ ამ საიდუმლოებების ამოხსნას და დროთა განმავლობაში შესაძლოა საბოლოოდ შეძლონ ზოგიერთი ამ საქმის დასრულება. მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანს აქვს რაიმე სახის ფობია. იქნება ეს რაციონალური შიში თუ არა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიგოს, როცა ვინმე სიმაღლის ან ვიწრო სივრცეების ეშინია, მაგრამ ზოგიერთი ფობია იმდენად უცნაურია, რომ ძნელია დაიჯერა. მაგალითად, ათასობით ადამიანს აქვს შიში, რომ არაქისის კარაქი პირში ზედაცაზე მიეკრობა. და მე მხოლოდ უბრალო უსიამოვნო განცდაზე არ საუბრობ. ამ ადამიანებს აქვთ სამედიცინო თვალსაზრისით დიაგნოზირებადი, ცხოვრების შემცვლელი შიში. ზოგიერთი ადამიანი მცირე რაოდენობით არაქისის კარაქს მაინც ჭამს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ისინი ყველანაირად ერიდებიან მას. ერთ ძალიან თანამედროვე შიშს ნომოფობია ქვია. ეს არის შიში იმისა, რომ მოულოდნელად გააცნობიერო, რომ შენი მობილური ტელეფონი დაკარგულია. ასევე მოიცავს უკიდურეს შიშს, რომ ტელეფონს ბატარეა დაუჯდება ან სიგნალი არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შიში შეიძლება გონივრული იყოს საგანგებო სიტუაციებში, მიიჩნევა, რომ ძირითადად ის ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც ტელეფონზე დამოკიდებულები არიან, რადგან ეშინიათ, რომ რაიმე მოვლენას გამოტოვებენ ან ვეღარ დაუკავშირდებიან ვინმეს. შემდეგ არის ოპტოფობია, რაც გულისხმობს შიშს თვალების გახსნის მიმართ. ეს ხშირად იმავე კონტექსტში იხსენიება, როგორც აგორაფობია, რაც ღია სივრცეების შიშს ნიშნავს, რადგან ამ მდგომარეობის მქონე ადამიანები ხშირად ირჩევენ სახლში ან ბნელ ოთახებში დარჩენას. ზოგიერთ ჩვენგანს ეს ფობიები შეიძლება აბსურდულად მოეჩვენოს, მაგრამ ისინი ძალიან რეალურია, ისევე როგორც კიდევ ერთი შიში, რომელსაც რადიოფობია ქვია. ეს არის იონიზირებადი გამოსხივების შიში და ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ბევრ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემები შეექმნა ამის გამო. რადიოფობიით დაავადებულთათვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოსხივება უხილავია და ამიტომ ისინი არასოდეს იციან საფრთხეში არიან თუ არა. ეს ხშირად აიძულებს მათ ყველაზე ცუდი იფიქრონ, რაც იწყებს გავლენას მათ ყოველდღიურ რუტინაზე და საბოლოოდ მთლიანად მათ ცხოვრებას. ამას ერთი მაგალითი სამედიცინო ჟურნალში დაფიქსირდა, როცა ბავშვი საავადმყოფოში მივიდა და მას ფეხის მოტეხილობის შემდეგ რენტგენი დასჭირდა. ამის შემდეგ ბავშვი დედას დაუბრუნეს, მაგრამ დედას საკუთარი შვილის შეხება ვერ შეძლო, რადგან რადიოფობიით იტანჯებოდა და დარწმუნებული იყო, რომ რენტგენის გამო ბავშვი საშიშად რადიოაქტიური გახდა. ექიმმა, რომელმაც რენტგენი გადაიღო, აუხსნა, რომ როგორც კი აპარატი გამოირთო, ნებისმიერი გამოსხივება თითქმის მკრისიერად გაქრა და მის შვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. ბევრი ადამიანი, რომელსაც ეს ფობია აწუხებს, თავად გამოსხივებაზე ნაკლებად ღელოს, უფრო მეტად კი იმ ეფექტებზე, რაც მას შეიძლება ჰქონდეს. ცნობილია, რომ გამოსხივება შეუძლია კიბოს გამოწვევა იმ ადამიანებში, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ. ამიტომაც ფობიის მქონე ადამიანები შიშობენ, რომ მათ უკვე მიიღეს მაღალი დოზა გამოსხივება და მხოლოდ დროის საკითხია, როდის დაიწყებენ კიბოს სიმპტომების შემჩნევას. ზოგიერთ ადამიანს ფობიის გამწვავება ემართება, მაგალითად, როდესაც ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შესახებ იგებენ, ან როდესაც საუბარია ბირთვული იარაღის შექმნაზე. მაგრამ სხვებისთვის ეს მუდმივ მდგომარეობად იქცევა და ხშირად ცხოვრების დამანგრეველი ფორმაა. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. და 2011 წელს იაპონიაში ფუკუშიმას ბირთვულ ელექტროსადგურზე ავარიის შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს შიშები როგორც წესი გამოწვეულია რადიაციის საფრთხეების გადაჭარბებული შეფასებით. მაგრამ ეს ფაქტი შიშს ნაკლებად რეალურს არ ხდის, მიუხედავად იმისა, რამდენად არარაციონალურადაც შეიძლება მოგუჩვენოს დანარჩენებს. წარმოიდგენ ადამიანი, რომ როდესაც დამნაშავეები გაბედულ ძარცვას გეგმავენ, ყველა შესაძლო სცენარს ითვალისწინებენ, რათა დანაშაულს თავი დააღწიონ. მაგრამ ერთ შემთხვევაში, რომელიც 2017 წელს ბერლინში, გერმანიაში მოხდა, მძარცველებმა უკან ბევრი კვალი დატოვეს და საბოლოოდ დააკავეს კიდეც. თუმცა მათი ნაძარცვი დღემდე არ აღმოუჩენიათ. ინციის 27 მარტს ახმედსა და ვასამ რენმოს, რომლებიც ბიძაშვილები იყვნენ, დახმარებას უწევდა დაცვის თანამშრომელი დენის ვ, მათი ძველი მეგობარი, რომელიც ბოდეს მუზეუმში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. ის მუზეუმში მხოლოდ ერთი თვე მუშაობდა, როცა სამეულმა გაბედული ძარცვის მოწყობა გადაწყვიტა. მათ შენობის ერთ-ერთი ფანჯარა გატეხეს, რომ შიგნით შესულიყვნენ და შიგნით შესვლის შემდეგ სკეიტბორდისა და ხელის ურიკის გამოყენებით მოიპარეს 220 ფუნტიანი სამახსოვრო ოქროს მონეტა, რომელიც ცნობილია როგორც დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი. მონეტა მოჭრილი იყო 2007 წელს კანადის ყოველწლიური ოქროს ნეკერჩხლის ფოთლის საინვესტიციო მონეტების სერიის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად და ის მუზეუმში გამოიფინა. მისი ღირებულება დაახლოებით $4,300,000 იყო შეფასებული.
და როგორღაც სამმა დამნაშავემ მოახერხა მისი შენობიდან გატანა გაქცევამდე. თუმცა, როდესაც მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, დაინახეს, რომ ეს სამი კაცი წინა ღამესაც იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი. როგორც კი ისინი დააკავეს, ვასამის ტელეფონი შეამოწმეს და აღმოაჩინეს ძიებები, თუ როგორ უნდა გადაედნოთ დიდი რაოდენობით ოქრო. როდესაც მათი გაქცევის მანქანა გაჩხეკეს, გამომძიებლებმა იპოვეს ოქროს მცირე ნაწილაკები, რამაც დაასკვნევინა, რომ მონეტა გადამდნარი იყო და ეს ნაწილები შესაძლოა უკვე გაყიდული ჰქონდათ. როდესაც ვასამის ბინა გაჩხეკეს, პოლიციამ იპოვა იშვიათი არმანის ქურთუკი, რომელიც მას ეცვა უსაფრთხოების კამერის ჩანაწერში ძარცვის წინა ღამეს. ეს ესევე გატეხილი ფანჯრის მინა, რომელიც ხელთათმანებზე იპოვეს, იყო ბოლომტკიცებულება, რომელიც მძარცველების ბედის გადაწყვეტისთვის იყო საჭირო. მათი სასამართლო პროცესის დროს გაერკვა რენისმა ძარცვის შემდეგ დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვა დაიწყო. მან იყიდა ძვირადღირებული მანქანები და სამკაულები, რაც ალბათ მის თანამზრახო მძარცველებს დიდად არ გაუხარდებოდათ. მას მიუსაჯეს 3 წელი და 4 თვე ციხეში, ასევე $108,000 ჯარი. რაც შეეხება ორ ბიზაშვილს, თითოეულს მიუსაჯეს 4 წლითა და 6 თვეთი თავისუფლების აღკვეთა და მოუწევთ მონეტის ღირებულების $4,300,000 დაბრუნება, მაგრამ ის მონეტა არასოდეს უპოვიათ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩერნობილის დასუფთავების ოპერაციების დროს უნდა გადაეჭრათ, იყო ის, თუ რა ეკნათ ტონობით რადიოაქტიურ მასალასთან, რომელიც ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. ეს ობიექტები წარმოუდგენლად საშიში იყო და დღესაც კი თუ ვინმე მათთან კონტაქტში მოვა, შეიძლება სიცოცხლე დაკარგოს. მაგალითად, პირველადი რეაგირების ჯგუფების, ძირითადად მეხანძრეების ფორმები დატოვეს პრიპიატის საავადმყოფოს სარდაფში და ეს ნივთები იქ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება, რადგან ისინი კვლავ უკიდურესად დასხივებულია. მაგრამ ელექტროსადგურიდან არც ისე შორს მდებარეობს ტერიტორია, რომელიც კიდევ უფრო საშიშია და რომელიც, როგორც ვარაუდობენ, ათასობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი დარჩება. როდესაც პრიპიატის მოქალაქეები ევაკუაციაში გადაიყვანეს, მათ იძულებულნი გახდნენ, რომ პირადი ნივთების უმეტესობა, მათ შორის საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები, უკან დაეტოვებინათ. ეს მანგანები, სატვირთოები, ავტობუსები და მიკროავტობუსები რადიაციით დაბინძურ და მათთან ახლოს ყოფნა აღარ იყო უსაფრთხო, მაგრამ მათი იქ დატოვებაც შეუძლებელი იყო. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ისინი გადაეტანათ ადგილას, რომელიც დღეს ცნობილია როგორც მანქანების სასაფლაო და ქალაქის გარეთ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები ნამდვილად საშიშია, ისინი, რომლებიც სამაშველო და გაწმენდით ოპერაციებში გამოიყენეს, კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან ისინი უშუალოდ სადგურთან მიჰყავდათ და წარმოუდგენელი რაოდენობის რადიაციას ექვემდებარებოდნენ. მათ შორის იყო სახანძრო მანქანები, სასტრაფო დახმარების მანქანები, ტანკები და ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც მართავდნენ ადამიანები, რომლებიც სადგურში მდგომარეობის შესაფასებლად გაგზავნეს. მაგრამ საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები უნდა გაეყვანათ ტერიტორიიდან და მოეთავსებინათ ისეთ ადგილას, სადაც ისინი არავის საფრთხეს არ შეუქმნიდნენ. თუ ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ, ეს კიდევ უფრო დააბინძურებდა გარემოს, ამიტომაც რადიკალური გეგმა ამოქმედდა. ყველა ეს სატრანსპორტო საშუალება გადაეყვანეს ბურიაკივკას სოფლის მინდორში, რომელიც დაახლოებით 7 მილის დაშორებით მდებარეობდა სადგურიდან, სადაც ისინი გააჩერეს და აღარასოდეს უნახავთ. მოხდნამდე სოფელში სულ რაღაც 220-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ ყველას იძულებით მოუწია ევაკუაცია და ახლა ის აღარ არის დასახლებათა რეესტრში, თითქოს საერთოდ არ არსებობდა. მანამდე, სანამ ეს სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანდნენ, მინდორში დაახლოებით 30 თხრილი ამოთხარეს და შეგროვებული რადიოაქტიური მასალის დიდი ნაწილი იქ ჩაყარეს და მიწით დაფარეს. შემდეგ სატრანსპორტო საშუალებები მინდორში გადაიყვანეს, სადაც ისინი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებები იქიდან უკვე გაიტანეს, ეს ადგილი კვლავ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად რჩება და ისევ აქტუალურ ზონაში მდებარეობს. ჯონ დილინჯერი სამუდამოდ დარჩება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მოხერხებულ კრიმინალად ამერიკის ისტორიაში. ის ბავშვობიდანვე ხშირად ხვდებოდა პრობლემებში, როცა იზრდებოდა მურსტლში, ინდიანას შტატში და საბოლოოდ სკოლაც მიატოვა. ზრდასრულ ასაკში მან ასაშიშის საზღვაო ძალებში ჩაერიცხა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში მიატოვა სამსახური და გაიქცა. 1924 წელს მან სცადა მურსვილში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გაძარცვა, მაგრამ დააკავეს, დააპატიმრეს და რამდენიმე წლით ციხეში მიუსაჯეს. 1933 წელს მას პირობით გაათავისუფლეს და რადგან ციხეში თანამესაქნეებისგან ბანკების ძარცვის შესახებ ისწავლა, მან და კიდევ 4 კაცმა ოჰაიოსა და ინდიანაში ბანკების ძარცვა დაიწყეს. მათ მხოლოდ 4 თვეში 5 ბანკის გაძარცვა შეძლეს და მოწმეების თვით ყოველთვის კარგად ეცვათ. იმავე წლის ბოლოს ის ისევ დააპატიმრეს, მაგრამ 5 კაცმა მოახერხა მისი საქმიდან გათავისუფლება, მას შემდეგ რაც ადგილობრივი შერიფი მოკლეს. შემდეგ მათ განაგრძეს დარცვების სერია უისკონსინსა და ინდიანაში, მაგრამ თუსონში, არიზონაში დააკავეს.
მისი წარსულის გათვალისწინებით დილინჯერი ინდიანაში გაქცევისგან დაცულ Crown Point-ის ციხეში გადაიყვანეს, მაგრამ იქ მან პირისა და ხის ნაჯრის გამოყენებით კალბი იარაღი გააკეთა, რომელსაც შემდეგ ფეხსაცმე საცხით გააშავა. კალბი იარაღით ხელში მან ციხიდან გაქცევა მოახერხა და ამბობენ, რომ გაქცევისას მღეროდა კიდეც. შემდეგ მან შერიფის მანქანა მოიპარა და ჩიკაგოში გაემგზავრა. ის გახდა FBI-ის ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი დამნაშავე, მაგრამ ამ დროს ის და მისი თანამზრახველები გზადაგზა ბანკების ძარცვას აგრძელებდნენ. რამდენიმე ჯერზე ძლივს დაჭერას რომ გადაურჩა, მან პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა გარეგნობა შეეცვალა. მაგრამ ჩიკაგოში დაბრუნების შემდეგ ის და მისი შეყვარებული დამეგობრდნენ ბორდელის მფლობელ ანა სეიჯთან. მან FBI-სა და ინდიანას პოლიციასთან ერთად მახე დაუგო. სამა მათგანმა ბიოგრაფიის თეატრში ფილმ მანჰეტენის მელოდრამის ჩვენებაზე წავიდა. და როცა ისინი გამოვიდნენ, FBI გარეთ ელოდებოდა. მან გაქცევა სცადა, მაგრამ სროლა დაიწყო და მისი სიცოცხლე დასრულდა, რითაც დასრულდა მისი ხანგრძლივი დანაშაულებრივი კარიერა. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ის გაიქცა და სხვა კაცს ესროლეს შეცდომით, მაგრამ მისი ანაბეჭდები ადასტურებდა, რომ ის ნამდვილად დილინჯერი იყო. მაგრამ ერთი საიდუმლო, რომელიც დილინჯერს უკავშირდება, კვლავ გაუხსნელია. ერთი ლეგენდის მიხედვით, 1934 წელს, ერთ-ერთ შემთხვევაზე FBI-სთან სროლის შემდეგ, დილინჯერმა მოახერხა გაქცევა. თან ჰქონდა ჩემოდანი, რომელშიც $200,000 იყო ნაღდი ფულით. იმ დროს ის და მისი თანამზრახველები უისკონსინში, Little Bohemia ლოჯში იმალებოდნენ და როდესაც სროლიდან თავი დააღწია, ლოჯის ჩრდილოეთით გაემგზავრა, სადაც ჩემოდანი, რომელშიც ნაღდი ფული ჯერ კიდევ იდო, დამარხა. ამბობენ, რომ მას მისი ამოღება ვეღარ შეძლო, რადგან 3 თვის შემდეგ სიცოცხლე დაკარგა. და მას შემდეგ განძის მაძიებლები ჩემოდნის ადგილსამყოფელს ეძებენ. ზოგი ადამიანი ასევე ფიქრობს, რომ ამ ძარცვებიდან ერთ-ერთის ნაძარცვი Pierpont's ფერმაზე სადღაც არის დამარხული. ზოგი ფიქრობს, რომ ნაძარცვი საბოლოოდ იპოვეს და ამის შესახებ არავინ არაფერი თქვა, ხოლო ზოგი ჭორი ამბობს, რომ ის ტყეში სადღაც არის დამარხული და ელოდება აღმოჩენას. ბევრი ადამიანი, ვინც ჩერნობილის ინციდენტს იცნობს, შოკირებულია, როცა იგებს, რომ 1986 წლის კატასტროფა არ ყოფილა პირველი ავარია ამ სადგურზე. მაგრამ ეს დადასტურებულია იცგებეს დოკუმენტებით, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა და შემდეგ გასაჯაროდა. ეხლახან გამოქვეყნებული დოკუმენტები კატასტროფამდე ბევრად ადრინდელია. 1970 წლიდან იწყება და სულ 190 სხვადასხვა დოკუმენტი გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ზოგიერთი დეტალი, რომელიც ეხლა გახდა ცნობილი, რბილად რომ თქვათ, გასაოცარია. ეხლა ვიცით, რომ უკრაინაში EGB-სა და SSR-ის ოფიცრებს ჩერნობილის სადგურის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნათ, მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა რაღაცებზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. მათ ბევრად უფრო აინტერესებდათ უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის წარმომადგენლების, ასევე გერმანელი და ჩინელი აგენტების გამოვლენა. იმ დროს მიაჩნდათ, რომ ამ ჯგუფებიდან თითოეულს ჩერნობილის სადგურის განადგურების გეგმის გეგმა ჰქონდა შემუშავებული, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ მათ თავიანთი მოვალეობები სრულად არ დაუგდიათ. ისინი ასევე პასუხისმგებელი იყვნენ სადგურში შემოტანილი ნებისმიერი მასალის შემოწმებაზე, განსაკუთრებით იმ მასალების, რომლებიც მისი მშენებლობისთვის გამოიყენებოდა. გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით მათ არაერთხელ აღმოაჩინეს პრობლემები ამ მასალებში და ამ ხარვეზების შესახებ აცნობეს კიევში მყოფი ხელმძღვანელები ცდილობდნენ ამის გამოსწორებას, მაგრამ მოსკოვში მყოფმა მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საკითხები უბრალოდ უნდა უგულებელეკოთ. შედეგი წინასწარ უნდა ყოფილიყო განჭვრეტადი, მაგრამ მეტი არაფერი გაკეთდა. შედეგად 1971 წლიდან 1991 წლამდე სადგურზე მოხდა 8 სხვადასხვა ავარია, რომელთაგან ზოგი ოპერაციული შეცდომის გამო იყო გამოწვეული, მაგრამ უმეტესობა ამ ავარიებისა არასაკმარისი ხარისხის სამშენებლო მასალებმა გამოიწვია. 1984 წელს, კატასტროფამდე 2 წლით ადრე, KGB მაქსიმალურად სცადა თავისი შეშფოთების გამოხატვა და განაცხადა, რომ ჩერნობილის სადგური იყო ავარია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან მათ რეაქტორის ბირთვში პრობლემები აღმოაჩინეს. მაგრამ კვლავ მათ სერიოზულად არ მიუღიათ და მათი გეგმები უყურადღებოდ დარჩა. სადგური მუშაობდა ისეთ გარემოში, სადაც შედეგების მიღწევა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სწორი პროცედურების დაცვა. შედეგად ბევრმა ოპერატორმა უგულებელყო ის, რაც მათ სწავლის დროს ისწავლეს, რათა მიეღოთ ისეთი შედეგები, რომლებიც შთამბეჭდავად მიიჩნეოდა. მაგალითად, სადგურში ერთმა ოპერატორმა გადაწყვიტა ახლო მდებარე ტბორში რამდენიმე თევზი დაეჭირა, რომელიც ცნობილია, რომ დასხივებული იყო. შემდეგ მან ეს თევზი გაპიდა იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. ეს იყო წარმოუდგენლად უპასუხისმგებლო საქციელი და KGB-მ ამის შესახებ მოსკოვს აცნობა, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს. აფეთქების შემდეგ დროებში ადგილზმყოფმა KGB-ს წევრებმა განაცხადეს, რომ ავარია დადგმული იყო, რათა საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა ყურადღება იმ მრავალ სხვა პრობლემიდან გადაეტანათ, რომლებსაც ისინი აწყდებოდნენ.
ეს განცხადებები გამოიძიეს, მაგრამ დაუდასტურებელი აღმოჩნდა და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ავარია ოპერატორის შეცდომების გამო მოხდა, ვიდრე იმის შემდგომი გამოკვლევა შეიძლებოდა თუ არა მიზეზი ყოფილიყო უხარისხო სამშენებლო მასალები. ირონიულია, რომ დიდი რაოდენობის ოქრო, რომელიც ჯერ არავის აღმოუჩენია, ამობენ, რომ სადღაც არიზონას ცურცმენის მთებში მდებარეობს. დაკარგული ჰოლანდიელის ოქროს მაღაროს ლეგენდა 1870-იან წლებში დაიწყო, როდესაც მაძიებელმა სახელად იაკობ ვალცმა გასაოცარი განცხადება გააკეთა. ვალცი ძალიან გამოცდილი მაღაროელი იყო და მისი ნაცნობების თქმით, მას გეოლოგიაში განსაკუთრებული ცოდნა ჰქონდა. ის არიზონაში 1860-იან წლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც 1870-იან წლებში მთებში ოქროს ძარბობის ძებნა დაიწყო. ამბობენ, რომ მან აღმოაჩინა უზარმაზარი ძარღვი, რომელმაც ძალიან მდიდარი ადამიანი გახადა, მაგრამ ოქროს მდებარეობა საიდუმლოდ შეინახა. ერთი ვერსიის მიხედვით, მან ერთხელ $250,000 ღირებულების ოქრო მიკლიდა აშეტეშისის ზარაფხანას, თუმცა ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს სინამდვილეში სხვა კაცმა გააკეთა, ხოლო სხვები თვლიან, რომ ეს ამბავი გამოგონილია. რაც არ უნდა იყოს, ამბობდნენ, რომ ვალცი ხშირად ჩნდებოდა ფენიქსში, უნაგირის ჩანთებით, რომლებიც პირადი მაღაროდან გამოტანილი ოქროთი კიდემდე ჰქონდა სავსე. ხალხი ეკითხებოდა, სად იპოვა ოქრო, მაგრამ ის ყოველთვის თავს არიდებდა პასუხს და ყალბმითითებებს აძლევდა მაღაროს მდებარეობაზე. როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი ცდილობდა მისდევდა მას მაღარომდე, როცა ის კიდევ ერთხელ მიდიოდა ოქროს მოსატანად. მაგრამ ის გამოცდილი მთისკაცი იყო და ადვილად აცდენდა მათ გზას, სანამ მთებს გადალახავდა და თავის მაღაროში დაბრუნდებოდა. რადგან ეს გზა ბევრჯერ ჰქონდა გავლილი, იცოდა როგორ დაეკარგა კვალში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანი. ვალცმა საბოლოოდ ფენიქსთან ახლოს მიწის ნაკვეთი იყიდა და როცა 80 გადაცილებული იყო, გადაწყვიტა, რომ მაღარა უნდა დაემალა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მან მაღაროში ბოლო ერთხელი მოგზაურა და მის მისვლაზე შესასვლელთან ახლოს 6 ფუტიანი ორმო ამოთხარა. შემდეგ მან 42 რკინის ხის მორით დაფარა, რომლებიც შემდეგ მიწით და ქვებით დაფარა. მან განაცხადა, რომ მაღაროს შესასვლელი იმდენად კარგად იყო დამალული, რომ ვინმე მასზე ფეხით ან მანქანითაც კი გაივლიდა, ისე რომ ვერასდროს მიხვდებოდა, რომ უთქმელი სიმდიდრის ზღვარზე იდგა. 1891 წელს ვოლცის სახლი წყალდიდობამ გაანადგურა და ამის შედეგად მას პნემონია დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ მეტად ცდილობდა მისი მკურნალობას, საბოლოოდ ვოლცი გარდაიცვალა და მაღაროს მდებარეობა სამუდამოდ თან წაიღო. სიკვდილამდე მან განაცხადა, რომ მაღაროში მინიმუმ $20 მილიონი ღირებულების ოქრო იყო დარჩენილი. თუმცა მან მისი მდებარეობის შესახებ მინიშნება დატოვა. მან თქვა, რომ შესასვლელიდან შეეძლო სამხედრო ბილიკი დაენახა, მაგრამ დაამატა, რომ მაღარო იმ ბილიკიდან არ ჩანდა. მან დაამატა, რომ მაღაროს ბილიკი პირდაპირ არ არის და რომ შესასვლელის პოვნისთვის გარკვეული ხრიკი არსებობს. შემდგომი მინიშნებები მიუთითებს, რომ ის მდებარეობს ჩრდილოეთისკენ მიმართულ კანიონში, რომ მაღაროდან შეეძლო ვივერის ნემსის დანახვა და რომ სწორ ბილიკზე სადღაც კლდის კედელია. მაგრამ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მინიშნებები განზრახ იყო შეცდომაში შემკვანი, რადგან ვალცს არასდროს სურდა, რომ მაღარო ეპოვათ. მოხდა. ადგილობრივებს მალე გააცნობიერეს, რომ მსგავსი მასშტაბის მოვლენა ჩვენს პლანეტაზე არასდროს მომხდარა. გეგმები ადგილზე უნდა შემუშავებულიყო და ბევრ შემთხვევაში არავინ იცოდა, იქნებოდა თუ არა ისინი ეფექტური, რადგან მსგავსი ზომები აქამდე არასდროს დასჭიროებიათ. მოვლენების სიმძიმის გამო ბევრმა ადამიანმა ბიბლიაში დაიწყო პასუხების ძიება და გაკეთდა გასაოცარი აღმოჩენა. სახელი ჩერნობილი შედგება ორი სიტყვისგან: ჩემი, რაც ნიშნავს შავს, და ბელ, რაც ინგლისურად ბალახს ან ღეროს ნიშნავს. ამ ტერიტორიაზე უხვადაა მცენარე, რომელსაც შავი ბალახი ან შავი აბზინდა ეწოდება. და სწორედ ამ სახელმა გამოიწვია აჟიოტაჟი თეოლოგებსა და ბიბლიის მცოდნეებში, რადგან აბზინდა ბიბლიის წინასწარმეტყველებებშია მოხსენიებული. საუბარი ეხება გამოცხადების წიგნის მერვე თავის მე-10 და მე-11 მუხლებს, სადაც წერია, ციტატა: მესამე ანგელოზმა ჩაბერა საფუჭს და დიდი ვარსკვლავი, რომელიც ჩირაღდნის მსგავსად ანთებული იყო, ჩამოვარდა ციდან მდინარეების მესამედსა და წყაროებზე. ვარსკვლავის სახელი აბზინდა. წყლების მესამედი გამწარდა და ბევრი ადამიანი დაიღუპა იმ წყლების გამო, რომლებიც გამწარდა. საინტერესოა, რომ კატასტროფის 25 წლის თავზე ჩერნობილის ძველ ქალაქში ძეგლი აღმართეს. ის გამოსახავს ფიგურას სახელად მესამე ანგელოზი, რომელიც ჩერნობილის აბზინდის ვარსკვლავის მემორიალური კომპლექსის შესასვლელში დაავენეს, საკვირით უჩებთან აქვს მიტანილი, თითქოს მოახლოებულ კატასტროფას ამცნობს. უცნობია ეს სახელი განზრახ შეარჩიეს თუ არა წინასწარმეტყველებასთან დასაკავშირებლად, მაგრამ ამან ბევრი ადამიანი დააფრთხო და დააწებინა ფიქრი, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება. ასევე მიუთითებენ, რომ წინასწარმეტყველებაში ნახსენებია ვარსკვლავი, რომელიც ჩირაღდნის მსგავსად ანთია, რასაც ისინი რეაქტორის ბირთვის თვას ადარებენ.
თავიდან თითქოს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად გაუარესდა. შემდეგ ისინი აღნიშნავენ, რომ სადგურთან ახლოს მიწისქვეშა წყლები ზედაპირთან ძალიან ახლოს მიედინება და რომ ახლო მდებარე მდინარე დნეპრი ევროპის უდიდესი ზედაპირული წყლის სისტემაა. კატასტროფის შემდეგ არსებობდა შიში, რომ რეაქტორი მიწისქვეშა წყლებამდე ჩაიწვებოდა. და თუ ეს მოხდებოდა, ეს წყალი რადიოაქტიური გახდებოდა და სასმელად უარგისი, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი სუფთა წყლის გარეშე დარჩებოდა. როდესაც საბჭოთა კავშირმა ბირთვული ენერგიის დანერგვა დაიწყო, სჯეროდა რომ ეს დაეხმარებოდა სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკის გამოცოცხლებას, ხოლო ელექტროსადგურებს მთელ საბჭოთა კავშირში ნათელ ვარსკვლავებად მოიხსენიებდნენ. ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს იმითაა გამოწვეული, რომ რეაქტორის ბირთვში მიმდინარე ბირთვული რეაქცია მსგავსია იმასთან, რაც ვარსკვლავში ხდება. გარდა ამისა, როდესაც ბირთვი აფეთქდა, მიიჩნევა, რომ მისი ტემპერატურა დაახლოებით 8400 ფარენჰაიტს აღწევდა, რაც ბევრად არ ჩამოუვარდება ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის მზის ტემპერატურას. ამბობენ, რომ 1715 წელს გემი სახელად სან მიგელი გადაჰქონდა განძი, რომელიც შესაძლოა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაკარგული განძი იყოს. და ის ელოდება აღმოჩენას სადღაც ამელიის კუნძულთან, ფლორიდის სანაპიროსთან ახლოს. იმ წლის 31 ივლისს ესპანური გალეონი ჰავანადან კუბადან მიემართებოდა ესპანეთისკენ 11 სხვა გემთან ერთად, რომლებიც ცნობილია როგორც 1715 წლის ვერცხლის ფლოტი. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ შორს არ იყვნენ თავიანთი მოგზაურობისას, როცა ძლიერ შტორმში მოყვნენ, რამაც 11 გემი ჩაძია. სან მიგელი ასევე სერიოზულად დაზიანდა და ერთი ანგარიშის მიხედვით ბოლოს ის ჩრდილოეთისკენ მიცურავდა და სენტ-ოგასტინს ჩაუარა. მაგრამ აღინიშნა, რომ მას აღარ ჰქონდა ანძა, რის გამოც ზღვისა და სტიქიის ანაბარა დარჩა. ქარიშხალში დაახლოებით 900 მეზღვაური დაიღუპა და იმდენი გემი ჩაიძირა ერთდროულად, რომ მიიჩნევა ეს ტერიტორია უზარმაზარ საგანძურს შეიცავს. ამიტომაც დღეს მას საგანძურის სანაპიროს უწოდებენ. მოწმეების თქმით, სან მიგუელის ბორცვზე არავინ გადარჩა, ამიტომაც გემი ეკიპაჟის გარეშე მიცურავდა. ჩანაწერების მიხედვით, სან მიგუელი ფლოტის რეგისტრირებულ გემად მიიჩნეოდა, რაც ნიშნავს, რომ მას უფლება ჰქონდა გადაეტანა ძალიან ძვირფასი ტვირთი. მიუთითებენ, რომ მისი ტვირთის შორის იყო დედოფლის მზითევი, უზარმაზარი რაოდენობის ოქრო და ვერცხლი, ასევე ძვირფასი ქვები, სუნელები და თამბაქო. სადია განძის პოვნის პერსპექტივამ ბევრი ბედის მაძიებელი მიიზიდა სანაპიროზე, იმ იმედით, რომ შეძლებდნენ მის მოპოვებას. მაგრამ საუკუნეების განმავლობაში განძის მაძიებლების ყველა მცდელობის მიუხედავად ვერავის შეძლო მისი პოვნა, თუმცა მიიჩნევა, რომ ზოგი ექსპედიცია ძალიან ახლოს იყო. 2007 წელს მქვეინთავთა ჯგუფმა სვის ფსკერზე იპოვა ქრემეხი, რომელიც როგორც მიიჩნევა, სან მიგელს ეკუთვნოდა. როდესაც ეს აღმოჩენა გავრცელდა, ათასობით ადამიანი დაინტერესდა ამ საგანძურით, რომლის ღირებულებაც მილიონობით დოლარია და მას შემდეგ ბევრმა გამდიდრების იმედით და გაეგზავნა ამ ტერიტორიაზე. მაგრამ საგანძურის ძებნა უფრო რთულია, ვიდრე სიტყვებით ჩანს. ცნობილია, რომ ამ რაიონში ზღვის ფსკერი რთულად გასავლელია და რადგან არავინ იცის ზუსტად სად ჩაიძირა ხომალდი, საძიებო ტერიტორია უზარმაზარია. 1975 წელს ამელიის კუნძულთან ახლოს 22 ოქროს მონეტა იპოვეს, მოგვიანებით კი კიდევ 11 აღმოაჩინეს იქვე. საგანძურის ეს ნაწილები მაშინ აღმოაჩინეს, როცა შტორმებმა ნაპირს დაარტყა, რამაც სავარაუდოდ მონეტები ქვიშიდან ამოიტანა, სადაც ისინი დამარხული იყო. ერთ კაცს კი ამდენი ძალისხმევა არ დასჭირდა, რადგან მან 1989 წელს Little Talbot Island-ის სანაპიროზე სეირნობისას 15 მონეტა იპოვა. იმავე წელს მოგვიანებით იმავე სანაპიროზე კიდევ 28 მონეტა იპოვეს, ხოლო წლების განმავლობაში პატარა ნაწილები. ჩვენგან უმეტესობას ოდესმე უოცნებია იმაზე, რომ შემთხვევით აღმოაჩენდა დიდ საგანძურს, რომლის შესახებაც არავინ იცოდა და რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ ჩვენგან უმეტესმა იცის, რომ ეს არაფერია, თუ არა ველური ფანტაზია. მაგრამ სოფლიოში ათასობით პროფესიონალი საგანძურის მაძიებელია, რომლებიც ეძებენ საგანძურებს, რომელთა შესახებაც ხმები დადის და რომლებიც ან დაკარგულია, ან ისე კარგად არის დამალული, რომ დღემდე არავის უპოვია. ერთ-ერთი ასეთი საგანძური ცნობილია როგორც იანგანატეს საგანძური და ის დიდი დავის საგანია, რადგან ზოგი ადამიანი მის არსებობასაც კი ეჭქვეშ აყენებს. საგანძურის საიდუმლო 1530-იან წლებში დაიწყო, როდესაც ინკების იმპერატორი ატაჰუალპა და მისი ძმა ჰუასკარი ერთმანეთს სამოქალაქო ომში ებრძოდნენ. ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ ეს შესაძლებლობად მიიჩნია და 1532 წელს ინკების იმპერიაში შეიჯრა, რის შედეგადაც ატაჰუალპა კახამარკაში დაატყვევა.
იმპერატორი თავისუფლების დაბრუნებას სასოწარკვეთილად ცდილობდა. ამიტომ თავის დამთხოვებელთან ვაჭრობა დაიწყო და გათავისუფლების სანაცვლოდ ინკების ოქროს სახით დიდ სიმდიდრეს თავაზობდა. შეთანხმება შედგა და იმპერატორის გათავისუფლების შემდეგ მან გენერალ რუმა იახუის დაავალა, რომ ინკების იმპერიის ყველა კუთხიდან ოქრო შეეგროვებინა. მან შეძლო დაახლოებით 750 ტონა ოქროს შეგროვება და პისაროს აცნობა, რომ განძი მალე მიეწოდებოდა. მაგრამ პისარო დაეჭდა, რომ ეს ყველაფერი ატახუალპას გადასარჩენად მოწყობილი ხრიკი იყო და სანამ ოქროს მიაწვდიდნენ, მან იმპერატორის სიკვდილით დასაჯა. პისაროსთვის უცნობი იყო, რომ ოქრო ნამდვილად არსებობდა და ეხლა შეთანხმება აღარ იყო შესაძლებელი. რუმა იახუი დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ ოქრო პისაროს ხელში არ აღმოჩნდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა დაემალა იგი მისგან. ის ეკვადორის ჩრდილოეთში დღეს ცნობილ იანგანატეში გაემგზავრა, სადაც ოქრო დამალეს. რუმენ იახუი საბოლოოდ პისაროს ხალხმა თქვა დაიხვანეს. და მიუხედავად იმისა, რომ მას სასტიკად ეპყრობოდნენ, მან უარი თქვა განძის მდებარეობის გამხელაზე. ის საბოლოოდ გარდაიცვალა ისე, რომ მისი მდებარეობა არასოდეს გაუმხელია. იმ დროს ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი იყო და დღესაც ძალიან ცოტა ადამიანი ბედავს იქ წასვლას, რადგან მთის რელიეფი უკიდურესად ძნელად გასავლელია. ტერიტორია მდებარეობს ვულკანების გამზირის ზღვარზე და ცნობილია იმით, რომ ყოველწლიურად უზარმაზარი რაოდენობის ნალექი მოდის. გარდა ამისა, ის ხშირად დაფარულია სქელი ნისლით, რომელიც ადვილად შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ მოგზაური ჩავარდეს ნაპრალში, მდინარეში ან ჭაობში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი განძის მაძიებლისთვის 750 ტონა ოქროს პოვნის პერსპექტივა იმდენად მიმზიდველია, რომ უგულებელყოფა შეუძლებელია. და ყოველ წელს ბევრი ადამიანი მიემგზავრება მთებში იმ იმედით, რომ იპოვის მას. ამბობენ, რომ მინიმუმ 3 ადამიანმა იცოდა განძის ზუსტი მდებარეობა. აცლეულების შემდეგ, როდესაც ხოსე ვალვერდე დაქორწინდა ლატაკუნგელი ქალზე, ქალის მამამ მას ქორწილის საჩუქრად გაუმხილა ოქროს მდებარეობა. შედეგად ვალვერდე ძალიან მდიდარი ადამიანი გახდა და სანამ გარდაიცვალებოდა, დაწერა სახელმძღვანელო, რომელიც ითარგმნება როგორც ვალვერდეს მარშრუტი. სახელმძღვანელო გადაეცა ესპანეთის მეფეს, რომელმაც შემდეგ ექსპედიცია გაგზავნა მთებში მისი მოსაპოვებლად, მაგრამ ვერ იპოვეს და ერთმა კაცმა სიცოცხლე დაკარგა ჭაობებში. არ არსებობს ჩანაწერები ოქროს მოსაპოვებლად შემდგომი მცდელობების შესახებ, მაგრამ 1850 წელს ბოტანიკოსმა რიჩარდ სპრუსმა შემთხვევით გაიგო დამალული საგანძურის ამბავი, როცა ეკვადორში მალარიის სამკურნალო საშუალებებს იკვლევდა. 3 წლეულზე მეტი ხნის შემდეგ საგანძურის მაძიებელმა ბარტ ბლეიკმა განაცხადა, რომ იპოვა ეს სამალავი, რომელიც მისი თქმით შეიცავდა ოქროს ქანდაკებებს ცხოველების, ადამიანებისა და ყვავილების სახით. მას სურდა საგანძურის წამოსაღება დაბრუნებულიყო, მაგრამ ნიუ-იორკში გემით მგზავრობისას იგი იდუმალ გაუჩინარ და მას შემდეგ აღარავის უნახავს. როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო არსებული აკრძალული ზონა ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა მათთვის, ვინც გაბედავს იქ წასვლას. თუმცა ბევრი ტერიტორია კვლავ აკრძალულია და ვიზიტორებს ყოველთვის თან უნდა ახლდეს გიდი. ისინი, ვინც ამ ტერიტორიას ეწევნენ, ატმოსფეროს აღწერენ როგორც შემზარავს და თითქმის მოჩვენებურს, ძირითადად იმიტომ, რომ პრიპიატი და მიმდებარე ადგილები 10 წლეულებია ცარიელია. მაგრამ ჩერნობილის ბნელ ლეგენდებს მხოლოდ სიჩუმე და სიცარიელი არ ქმნის, რადგან მრავალი ადამიანი წლების განმავლობაში ძალიან უცნაური მოვლენების შემჩნევასაც ყვება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა ეხება არსებას, რომელსაც ჩერნობილის შავი ფრინველი უწოდეს. სადგურის მუშებმა ეს უზარმაზარი ფრთიანი არსება აფეთქემამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს. მათ აღწერეს იგი როგორც შავი ფერის წითლად მოციმციმე თვალებითა და ადამიანის სხეულით. ბევრმა ადამიანმა, ვინც ამის შესახებ გაიგო, ივარაუდა, რომ ეს შეიძლება იყოს მოტმენი. მსგავსი არსება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კატასტროფებამდე, მაგალითად ხიდების ჩამონგრევისა და ძლიერი მიწისძვრების წინ შეუნიშნავთ. მუშაკებმა განაცხადეს, რომ მას ფრთების შლილი მინიმუმ 20 ფუტი ჰქონდა. ხოლო მომდევნო დღეებში მათ კოშმარები და უცნობი ადამიანებისგან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები აწუხებდათ. მათ დაამატეს, რომ კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სიზმრები და ზარები გაძლიერდა, მაგრამ ბირთვის აფეთქების შემდეგ სრულიად გაქრა. არანაკლებ შემზარავი შემთხვევა მოხდა 1997 წელს, როდესაც ბუფალოს უნივერსიტეტის ბირთვული მეცნიერი ანდრე კარსაკოვი ჩავიდა ჩერნობილში გაზომების ჩასატარებლად, მაგრამ იქ აღმოჩენილმა მას გაოცება და შიში მოჰყვა. იმ დილით მას სურდა სადგურზე ადრე მისვლა და დაახლოებით დილის 7:30 საათზე რეაქტორის შენობისკენ გაემართა. მან დაიწყო გაზომების ჩატარება, როცა მოულოდნელად გაიგონა ვიღაცის ხმა, ვინც დახმარებას ითხოვდა, რადგან იქ ცეცხლი გაჩენილიყო და ისინი მის ჩაქრობას ცდილობდნენ. ხმები ძლივს ისმოდა, მაგრამ მან ისინი რამდენჯერმე გაიგონა და დახმარების მოსაყვანად გაიქცა.
მან ის რაც მოისმინა აცნობა იმ ადამიანებს, ვინც შიგნით შეუშვა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ის იყო პირველი ადამიანი, ვინც იმ ტერიტორიაზე ბოლოს 3 წლის განმავლობაში შევიდა. იქ ცეცხლი არ იყო და იმ დროს იქ სხვა ვერავინ იქრემოდა. გარდა ამისა, ვინც იმ ტერიტორიაზე შესვლას მოისურვებს, ვალდებულია, რომ პაროლად ხელისგულის ანაბეჭდი გამოიყენოს. და თუ ვინმე ნებართვის გარეშე შევიდოდა, განგაში სიგნალი ჩაერთვებოდა. ეს უცნაური მოვლენა არასოდეს აუხსნიათ. Let it the Getty არის პოემა, რომელიც დაწერა William Butler Yeatsმა, სადაც ის ცნობილი ბერძნული მითის ამბავს ყვება. ამ ამბავში აღწერილია ღმერთი ზევსი, რომელმაც თავი გედად გადაიქცია, რათა მიახლოებოდა ქალს, სახელად ლედა. ამბავის ბოლოს ლედა ზევსის შვილს ელენეს აჩენს, რომელიც ტროას დაცემით და მეფე აგამემნონის დაღუპვის არაპირდაპირი მიზეზით არის ცნობილი. ეს ამბავი საუკუნეების განმავლობაში მრავალი ხელოვანისთვის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორის მიქელანჯელოსთვისაც, თუმცა მისი პოემის გამოსახულება დღემდე ამოუხსნელი საიდუმოს ცენტრშია. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ფერარას ჰერცოგმა ალფონსო პირველმა 1512 წელს რომში სტუმრობისას ისარგებლა შესაძლებლობით და მიქელანჯელო დააკვირდა, როცა ის სიქსტის კაპელის კამარაზე მუშაობდა. მან იქ ნანახმა მოხიბლა და ყველა წყაროს მიხედვით ამან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ 1527 წელს იმპერატორმა კარლოს მეხუთემ რომი დაიპყრო და ამის შედეგად პაპი კლემენტე მეშვიდე კასტელ სანტანჯელოში დაიმალა, რათა თყვეობას ან უარესს გადარჩენოდა. 2 წლის შემდეგ პაპი კლემენტე მეშვიდეს დაეხმარა ქალაქის დაბრუნებაში, რის შემდეგაც მიქელანჯელოს ფლორენციის გამაგრებების გენერალური გუბერნატორისა და პროკურორის ტიტული მიენიჭა. ეს ნიშნავდა, რომ მას ქალაქის გამაგრებაზე უნდა ეზრუნა, მაგრამ ამ საკითხში ძალიან ცოტა ცოდნა ჰქონდა. ამიტომ იგი ფერარაში გაგზავნეს, სადაც გამაგრებასა და თავდაცვას ალფონსო პირველსგან სწავლობდა. როდესაც მისი დავალება დასრულდა, მიქელანჯელო გამგზავრებისთვის მოემზადა, მაგრამ გამგზავრებამდე ალფონსომ მას სურათის დახატვა შეუკვეთა და მხატვარმა სიამოვნებით დათანხმდა. როგორც კი ფლორენციაში დაბრუნდა, ქალაქის თავდაცვაზე მუშაობა დაიწყო. ამავდროულად ახალ სურათზე ლედა და გედი მუშაობდა. ჩვენ ეს ვიცით კორნელის ბოსის გრავიურის წყაურის წყალობით, რომელიც თავადაც ხელოვნების ოსტატი იყო. საინტერესოა, რომ გრავიურაზე ლედა იგივე პოზაშია, როგორც მიქელანჯელოს კიდევ ერთ ნამუშევარში, რომელსაც ხამ ექვია და გასაკვირი არ არის, რომ ამ ორ ნამუშევარზე ერთდროულად მუშაობდა. ამბობენ, რომ მან ნახატის საწყისი ესკიზებისთვის მოდელი გამოიყენა და ეს მოდელი სინამდვილეში მამაკაცი იყო, ანტონიო მინი, რომლის სახის ნაკვთებით შემდეგ გააქალეს, როგორც იმ დროის მხატვრებში იყო მიღებული. 1530 წელს ნახატი საბოლოოდ დასრულდა, მაგრამ ალფონსომ მხატვართან მაცნე გაგზავნა, რომელმაც უთხრა, რომ ჰერცოგს სურდა ნამუშევარი დაეთვალიერებინა, სანამ მიიღებდა და შეთანხმებულ თანხას გადაიხდიდა. ეს რა თქმა უნდა მიკელანჯელოს არ იზიანებდა და კიდევ უფრო გაამწვალა სიტუაცია მაცნეს კომენტარმა, რომ ნახატი თითქოს უბრალოდ ცოტა ქალური ნამუშევარი იყო. შედეგად მიკელანჯელო მაცნე გაათავისუფლა და გააუქმა შეთანხმება მისა და ალფონსოს შორის, რომელმაც სავარაუდოდ ნახატიც კი ვერ ნახა. ამ დროისთვის ანტონიო მინი მიკელანჯელოს შეგირდად მუშაობდა და მას დაავალეს, რომ ნახატზე ეზრუნა. ასებობს ვარაუდი, რომ ნახატი სწორედ მას გადასცეს, რადგან ანტონიო მინს 2 დაუქორწინებელი და ჰყავდა და თუ მინი ნახატს გაყიდიდა, მიღებული თანხა მის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა. მინი 1531 წელს ფლორენციიდან ნახატით ხელში წავიდა და საფრანგეთისკენ გაემგზავრა. აქედან მოყოლებული ნახატის ბედი გარკვეულწილად ბუნდოვანი რჩება. ერთი ვერსიის მიხედვით, საფრანგეთის მეფემ ის მინისგან იყიდა და ფონტენბლოს სასახლეში ინახებოდა. მაგრამ ეს არასოდეს დადასტურებულა და დღემდე ნახატის ბედი უცნობია. მოინდომეს ნამუშევრის ასლის აღდგენა, რომელიც როსო ფიორენტინომ შექმნა და რომელიც დღესაც ინახება ეროვნულ გალერეაში. წლების განმავლობაში ისტორიკოსები ცდილობდნენ მისი კვალის პოვნას, მაგრამ უშედეგოდ, რადგან არავინ იცის ზუსტად როდის დაიკარგა და მისი ადგილმდებარეობა ხელოვნების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ საიდუმლოდ რჩება. ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ მძიმე შედეგები მოჰყვა და ბევრი მათგანი მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა აშკარა. ისინი ვარაუდობდნენ კიბოს დიაგნოზების მატებას, ადამიანების რადიაციული დაავადებას და იმ გავლენებს, რაც ამას ექნებოდა ახლომდებარე ტერიტორიებზე, მაგალითად პრიპიატის ქალაქზე. ასევე ცნობილია, რომ უფრო შორსნებარე ქვეყნებიც გარკვეულწილად დაზარალდებოდნენ, მაგრამ რუსეთის ქალაქ ნოოჟიხოვის მცხოვრებლებს ალბათ ეგონათ, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, რადგან ქალაქი აფეთქების ადგილიდან 100-ზე მეტი მილის დაშორებით მდებარეობს. ავარიიდან სულ რამდენიმე დორის შემდეგ ნოოჟიხოვის ბევრი მცხოვრები ღრუბლიან ამინჩი 1 მაისობის აღლუმისთვის რეპეტიციას ატარებდა.
უეცრად დაიწყო ძლიერი წვიმა და მონაწილეები თავშესაფრის საძებნელად გაიქცნენ. ეს ჩვეულებრივ კოკისპირულ წვიმას გავდა, მაგრამ მათ არ შეეძლოთ სწოდნოდათ, რომ ეს ნალექი ბევრად უფრო საშიში იყო. მომდევნო დღეს სერგეი სიზოვი, პედაგოგიური კოლეჯის პროფესორი, ლექციის დროს საუბრობდა იმაზე, თუ როგორ უნდა ამოიცნონ და უპასუხონ ბირთვულ ან ქიმიურ თავდასხმას მტრის ძალების მხრიდან. ეს ჩვენთვის უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ იმ დროს ამის სწავლა მაშინ საბჭოთა კავშირში ყველას უწევდა. ამის გასაგებად, მის სტუდენტებს უნდა ესწავლათ, როგორ წაეკითხათ სამხედრო დონის გეიგერის მიცხველი, რომელიც ატმოსფეროში მაიონებელი გამოსხივების დონეს ზომავს. სიზოვს ეგონა, რომ აპარატს ჩართავდა და ნორმალური ფონის გამოსხივების მაჩვენებლებს მიიღებდა, მაგრამ ის ძალიან ცდებოდა. საოცრად მეცხოველმა იმ დონემდე აიწია, რაც მხოლოდ ბირთვული თავდასხმის სახელმძღვანელოებში ჰქონდა წაკითხული და მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მან გადაწყვიტა ადგილობრივ სამოქალაქო დაცვის შტაბს დაკავშირებოდა და თავისი აღმოჩენა ეცნობებინა, მაგრამ მათ არ დაუჯერეს. დანაცხადეს, რომ ასეთი მაჩვენებლები შეუძლებელი იყო. იმ დროს ნოვოჟილოვი ჯერ კიდევ მოძველებული ქალაქი იყო და მისი მცხოვრებლების უმეტესობა გლეხები იყვნენ, რომლებიც ხის სახლებში ცხოვრობდნენ და გადარჩენისთვის მიწას ებრუნებოდნენ. მათ არანაირი წარმოდგენა არ ექნებოდათ, რომ ჩერნობილის ბირთვული რეაქტორი ავარიის შედეგად დაზიანებული იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ 100 მილის დაშორებით ცხოვრობდნენ, არამედ იმიტომაც, რომ საბჭოთა მთავრობას ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღიარებული ეს ფაქტი. ნოვონობაზივკოვე და მიმდებარე რეგიონი დაახლოებით 200,000 ადამიანს ასახლებს და აღმოჩნდა, რომ მთელი ტერიტორია საათში 5 მიკროსივერტის დონით იყო დაბინძურებული. თუმცა ეს მაჩვენებელი მას შემდეგ 2 მიკროსივერტამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი მაჩვენებელი, რომელიც საათში 0.6 მიკროსივერტს არ ემატება, ტერიტორიას ადამიანებისთვის საცხოვრებლად უვარგის ხდის და შეფასებულია, რომ რამდენიმე ასეთი ადგილი 2166 წლამდე მაინც იქნება უვარგისი საცხოვრებლად. ნოვოჟიხოვის მცხოვრებლები იმ დღეს წვიმაში აღმოჩნდნენ და ვერაფრით გაიგებდნენ, რომ რადიოაქტიური წყლით ისველებოდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე ძალიან ცოტა შედეგი იყო, შემაშფოთებელი ნიშნები წლების შემდეგ დაიწყებდა გამოვლენას. ბავშვები იბადებოდნენ უცნაური ანომალიებით, მაგალითად არასრულად განვითარებული ყურებით, რის გამოც მათ რამდენიმე ოპერაციის გადატანა უწევდათ. იმ დროს ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ კატასტროფის შემდეგ ყველას ევაკუაცია მოუწია, ხოლო მთელი ქალაქი დაანგრიეს, რათა არავის ეცადა საკუთარ სახლებში დაბრუნება. თავდაპირველად გადაწყდა, რომ ნოვოჟილოვიც უნდა ევაკუირებულიყო და მისი 40,000 მცხოვრები ამის შესახებ გააფრთხილეს. მაგრამ გეგმა საბოლოოდ გააუქმეს მას შემდეგ, რაც ხალხმა, ვინც იძულებით გამოსახლებას არ დაეთანხმა, პროტესტი დაიწყო. სახელი Fabergé დიზაინის თვალსაზრისით ხარისხისა და სიმდიდრის სინონიმად ითვლება. ყველა, ვისაც ფლობს სამკაულს, რომელიც დამზადებულია Fabergé საიუველირო სახლის მიერ, რომელიც Peter Carl Fabergé-მ დაარსა, იცის, რომ ასეთი ნივთები ძალიან მოთხოვნადია და სავარაუდოდ დიდ ფასად ღირს. Fabergé-ს მიერ შექმნილ ყველაზე გამორჩეულ ნამუშევრებს შორისაა ცნობილი ძვირფასი სააღდგომო კვერცხები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოს თარიღდება. მათ ხშირად საჩუქრად ჩუქნიდნენ რუსი მეფეები, მაგალითად მეფე ალექსანდრე მესამეს. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კვერცხი, რომელშიც ოქროს ქათა მიიჯდა ოქროს ჩალაზე, 1885 წელს საჩუქრად გადასცა თავის ცოლს. იგი ასევე შეიცავს იმპერატორის გვირგვინისის პატარა ბრილიანტის ასლს და რუბინის გულსაკითს. და როდესაც მისმა ცოლმა ეს მიიღო, ამბობდნენ, რომ აღფრთოვანებული იყო. შედეგად Fabergé სპეციალური დანიშვნით დაინიშნა ცარის ოფიციალურ ოქრომჭედლად და ყოველ წელს მას ავალებდნენ კიდევ უფრო მეტი ასეთი თემატური ძვირფასეულობის კვერცხის შექმნას. თითოეულ მათგანში უნიკალური სიურპრიზი იყო მოთავსებული და საბოლოოდ ცარმა სულ 52 კვერცხი დააგროვა, რაც ნამდვილ სიმდიდრეს უდრიდა. მაგრამ ეს განძი მალე გაიტაცეს ბოლშევიკებმა, ვლადიმირ ლენინის ხელმძღვანელობით, როდესაც 1917 წელს ოქტომბრის რევოლუციის დროს რუსეთი ჩაიგდეს ხელში. თითქმის მაშინვე ცარის ოქროს სამკაულები და სხვა განძეულობა ჩამოართვეს და შემდეგ კრემლის საჭურველ საცავში შეინახეს. საბედნიეროდ ლენინმა გადაწყვიტა ეს ნივთები არ გაენადგურებინა ან გადაედნო, მაგრამ 1927 წელს იოსებ სტალინმა გადაწყვიტა განძეულობის გაყიდვა, რადგან მას თაღები სჭირდებოდა. ნივთების უმეტესობა ცალ-ცალკე გაიყიდა და ისინი კოლექციონერებმა მთელი მსოფლიოდან შეიძინეს. წლების განმავლობაში განძი სხვადასხვა ადგილას გავრცელდა, ხოლო Fabergé-ს კვერცხების ადგილმდებარეობა გარკვეული დროის განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. მაშინ როცა ზოგიერთი კვერცხი მდიდარი კოლექციონერების სახლებში ამშვენებდა, სხვები ლოი-ლომბარდებში მათი რეალური ღირებულების მცირე ნაწილად ეპყიდებოდა. ერთმა ამერიკელმა კაცმა გამდიდრება შეძლო, როდესაც გამოავლინა, რომ კვერცხი, რომელიც $14,000 ჰქონდა ნაბიდი, სინამდვილეში 33 მილიონი ღირდა და თქვა, რომ მას პატარა კუთხის მაღაზიაში შემთხვევით გადააწყდა.
საინტერესოა, რომ მას კვერცხის დაშლა ჯართად ჰქონდა განზრახული, ხოლო მანამდე ის სამზარეულოს დახზე დეკორაციად გამოიყენებოდა. მაგრამ სანამ მას მოიშორებდა, კვერცხის შიგნით საათზე წარწერა შენიშნა და აღმოაჩინა, რომ ის ბევრად უფრო მეტი ღირდა, ვიდრე მისთვის გადახდილი თანხა. ევთიმეორის მიყოლებით კვერცხებს მიაგვლიეს და თავის კანონიერ ადგილას დააბრუნეს. მაგრამ 6 მათგანი დღემდე დაკარგულია. კვერცხების პოვნის ამოცანა კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე მაღალი ხარისხის ასლი იქნა შექმნილი. და არაერთხელ ადამიანები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როცა გაიგეს, რომ $1000 გადაიხადეს კვერცხში, რომელიც ფაქტობრივად არაფრად ღირდა. მათ შორის, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, არის ქათამი საფირონის ყელსაბამით, ქერუბიმი ეტლით, ნესესერის კვერცხი, იასამნისფერი კვერცხი, სამეფო დანიური კვერცხი და 1909 წლის ალექსანდრე მესამის საიუბილეო კვერცხი. ამ კვერცხების ძიება კვლავ გრძელდება და იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში დარჩენილი დაკარგული კვერცხებიც აღმოჩნდება, თუ ისინი უკვე არ გაანადგურეს ან არ დაშალეს. ჩერნობილის კატასტროფის უშუალო შემდეგ მეცნიერებმა გააცნობიერეს, რომ რეაქტორი იმ მდგომარეობაში ვერ დარჩებოდა და საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მასზე აგებული იყო ბეტონისა და ფოლადის გარსი. ამ ნაგებობას სახელი სარკოფაგი დაარქვეს და ეჭუგარეშეა, რომ მან რადიაციის გავრცელება შეაჩერა. მაგრამ იმის გამო, რომ ის ნაჩქარევად აშენდა, მასში ბევრი ნატლი იყო და საბოლოოდ წყალი დაიწყო შეღწევა, რამაც გარსის კოროზია გამოიწვია. შეშფოთება იყო, რომ საბოლოოდ ის ჩამოიშლებოდა, რაც კიდევ უფრო საშიშ რადიოაქტიურ ნარჩენებს გამოიწვევდა სადგურზე. ამიტომ გადაწყვიტა მისი ფრთხილად დემონტაჟი. საწყისი სარკოფაგი აშენდა არანაკლებ 600,000 ადამიანის მიერ, რომელთაც დაევალათ უზრუნველეყოთ, რომ 220 ტონა რადიოაქტიური მასალა ადგილზე სწორად დაფარული ყოფილიყო. მისი მშენებლობისთვის გამოიყენეს 14 მილიონზე მეტი კუბური ფუტი ბეტონი და 16 მილიონი ფუნტი ფოლადი. მას შემდეგ, რაც იგი დამონტაჟდა, ფარის გვერდზე გახვიტეს ხვრელები, რათა ბირთვი გარედან დაეთვალიერებინათ. დამკვირვებლები დაცულნი იყვნენ რადიაციისგან ამ ხვრელებში დამონტაჟებული ფილტრების სხდრების წყალობით, თუმცა ეს ყოველთვის დროებითი უსაფრთხოების ზომა იყო. ნაგებობის მშენებლობა კატასტროფიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო და მის დასრულებას 7 თვე დასჭირდა. სამწუხაროდ მუშებმა, რომლებიც ფარების დამონტაჟებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, შენობის სახურავზე არსებული სახსრები და ღიობები არ დალუქეს. და სწორედ ამ ადგილებიდან დაიწყო წყლის შეღწევა. დამონტაჟების პროცესში 31 ადამიანმა მიიღო სასიკვდილო დოზა რადიაცია და საბოლოოდ სიცოცხლე დაკარგა. 2 წლის შემდეგ საბჭოთა მთავრობამ გაამჟღავნა, რომ სარკოფაგი მხოლოდ დაახლოებით 20 წლის განმავლობაში უნდა ემსახურა და მის ნაცვლად მეორე კონსტრუქციის დამონტაჟება გახდებოდა საჭირო. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი ახალი კონსტრუქციის საუკეთესო დიზაინის საპოვნელად. 2004 წელს გამოცხადდა, რომ გამოყენებული იქნებოდა ბრიტანელი დიზაინერების პროექტი, რადგან მასში შედიოდა მოძრავი თაღი, რომელიც მინიმალური ძალისხმევით შეიძლებოდა თავის ადგილზე გადაეტანათ. ეს მუშებს დაიცალდა ზედმეტი რადიაციის ზემოქმედებისგან, ხოლო ძველი კონსტრუქცია და რეაქტორი სრულად დაიფარებოდა. 2 ფრანგული სამშენებლო ჯგუფი, რომლებიც ერთად ცნობილია როგორც ნოვარკა, მოიგეს კონტრაქტი გარსის ასაშენებლად, რომელსაც ახალი უსაფრთხო შემაკავებელი კონსტრუქცია ეწოდა. ის აშენდა რეაქტორიდან თითქმის 1000 ფუტის მოშორებით მას შემდეგ, რაც ნაწილები იტალიიდან ჩამოიტანეს და დასრულების შემდეგ მისი წონა დაახლოებით 22,000 ტონა იყო. ამ პროცესის მიმდინარეობისას აღმოჩნდა, რომ ორიგინალური სარკოფაგის სახურავი ჩამომრევის პირას იყო, რის გამოც დამაგდა საყრდენი კონსტრუქციები, რათა იგი ადგილზე შეენარჩუნებინათ. 2014 წლისთვის ახალი გარსის ჩარჩო თავის ადგილზე გადაიტანეს, რის შემდეგაც დაიწყო გარსის დანარჩენი ნაწილის მშენებლობა. პროექტი დასრულდა 2016 წელს და იმავე წლის ნოემბერში დამონტაჟდა. ისრაელის ჩრდილოეთში მდებარეობს ტბა, რომელიც ცნობილია როგორც გალილეის ზღვა, ასევე ტიბერიადის ტბა. ეს ტბა ბიბლიაში რამდენჯერმე არის მოხსენიებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა იესომ თავისი პირველი მოწაფეები შეკრიბა, როცა წყალზე იარა, როცა 2 პურითა და 5 თევზით 5000 ადამიანი დააპურა და როცა ტბაზე ქარიშხალი დაამშვიდა. ეს უკანასკნელი მოვლენა ცნობილი მხატვრის რემბრანდტ ვან რეინის მიერ შექმნილი ნახატის თემაა, სახელწოდებით ქარიშხალი გალილეის ზღვაზე. ეს ნახატი 1633 წელს შეიქმნა და რჩება ერთადერთ ცნობილ ზღვის პეიზაჟად, რომელიც რემბრანდტ ვან რეინმა ოდესმე დახატა, რაც მას განსაკუთრებულად ფასეულს ხდის.
ნახატზე გამოსახულია პატარა ხის ნავი, რომელიც ქარიშხალშია მოყოლილი. ტბაზე ნავი აშკარად საფრთხეშია, რადგან მისი იალქნები დახეულია და იმ უზარმაზარ ტალღებთან შედარებით, რომლებსაც გადის, თითქმის უმნიშვნელოდ ჩანს. ნავზე მყოფი 14 მეზღვაური ჩანს, რომლებიც ლოცულობენ და აშკარად სასოწარკვეთილები ცდილობენ ნაპირზე გასვლას ან როგორმე გადარჩენას, თუმცა ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომ მათი სახეების გამომეტყველება სასოწარკვეთილია, რადგან მათ თითქმის გარდაუვალი დაღუპვა ელით. რამდენიმე მეზღვაური სასოწარკვეთილად ცდილობს ნავის მართვას, მაგრამ უშედეგოდ. სხვები კი ცდილობენ გააღვიძონ იესო, რომელიც საჭესთან ახლოს ძინავს. 4 კაცი ცდილობს აფრები როგორმე ისევ წესრიგში მოიყვანოს, მაგრამ ღრიალი ქარის გამო ეს შეუძლებელი ამოცანაა. მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი მეზღვაური, რომელიც თოქს ეჭიდება, თავად მხატვარს ასახავს, თუმცა ეს საბოლოოდ არასდროს დადასტურებულა. ეს უდავოდ რემბრანდტის ერთ-ერთი უდიდესი ნამუშევარია, მაგრამ ამავდროულად დიდი საიდუმლოს საგანიცა. 1990 წელს იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი, სადაც ეს ნახატი ინახებოდა, გაბედული ძარცვის ადგილად იქცა. იმ წლის 18 მარტს ორი კაცი, რომლებიც პოლიციელებად იყვნენ გადაცმული, შენობიდან წაიღო 13 ნახატი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით $500 მილიონი. მათ მოახერხეს მუზეუმში შესვლა, როცა მორიგე მცველს უთხრეს, რომ მას დაპატიმრება ელოდა არსებული ორდერის გამო. შემდეგ არეულობაში მცველი ხელბორკილები დააკავეს, ხოლო როცა მეორე მცველი მივიდა გასარკვევად, ისიც ხელბორკილები დააკავეს. შემდეგ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში მუზეუმის გაძარცვა ჰქონდათ განზრახული და გაემართნენ სივრცისკენ, რომელიც ცნობილია როგორც ჰოლანდიური ოთახი. საბედნიეროდ, როდესაც სცადეს რემბრანდტის ავტოპორტრეტის მოპარვა, აღმოჩნდა, რომ ის ძალიან მძიმე და მოუხერხებელი იყო, ამიტომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ. დანარჩენი ნახატები სწრაფად ამოჯრეს ჩარჩოებიდან გაქცევამდე და დამნაშავეებს ვერასდროს მიაკულიეს. გამოძიების შედეგად FBI-მ $5 მილიონი ჯილდო დააწესა ყველასთვის, ვინც მიაწვდიდა ინფორმაციას, რაც ნახატების დაბრუნებას გამოიწვევდა, თუმცა ისინი დღემდე დაკარგულია. 1986 წლის მაისში, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გამოქვეყნებული ახალი ამბების მიხედვით. რადიაციის გამოყოფა მხოლოდ პრიპიატი და მისი მეზობელი ქალაქები კი არ დააზარალა. არამედ აღმოჩნდა, რომ ევროპის ზოგიერთ ნაწილშიც რადიაციის დონე ნორმაზე მაღალი იყო. აფეთქებიდან მხოლოდ 1 კვირის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველა ქვეყანამ რადიაციის დონის მატება დააფიქსირა. იბერიის ნახევარკუნძულზეც მსგავს მაჩვენებლებს ელოდნენ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ის არ დაზარალებულა. იმ დროს მთელი მსოფლიო დაძაბულ მდგომარეობაში იყო, რადგან ასეთი კატასტროფა ჩვენს ისტორიაში არასდროს მომხდარა და დიდი გაურკვევლობა არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ქვეყანას შეეხებოდა ეს. გაითვალისწინეთ, რომ პირველი საფრთხის ნიშანი შვედეთიდან მიღებული მონაცემებიდან მოვიდა, რომელიც სადგურიდან 930 მილის დაშორებით იყო. მაშინ, როცა საბჭოთა მთავრობა ცდილობდა კატასტროფა დანარჩენი მსოფლიოსგან დაემალა. როდესაც სიმართლე საბოლოოდ გამოაშკარავდა, მეცნიერებმა დაიწყეს ქარის დაგურება კიევში და აღმოაჩინეს, რომ ის მუდმივად იცვრებოდა, არა მხოლოდ მიმართულებით, არამედ სიძლიერითაც. ამან შეუძლებელი გახადა მაშინვე დაედგინათ, რამდენი რადიაცია ვრცელდებოდა ევროპაში, რამაც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია. პოლონეთსა და სკანდინავიას სამხრეთ-დასავლეთის ქარმა დაარტყა, რომელიც აფეთქების შემდეგ უბერავდა, მაგრამ მალევე შეიცვალა და აღმოსავლეთის ქარი დაუბერა. და შედეგად უფრო მაღალი რადიაციული მაჩვენებლები დაფიქსირდა საბერძნეთში, სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში და იმ დროისთვის იუგოსლავიაში. საფრანგეთმა განაცხადა, რომ ატმოსფერული რადიოაქტიურობის ზრდა დააფიქსირა, ხოლო ნიდერლანდებმა გადაწყვიტეს გადაედო ბირთვულ ენერგიაზე გადასვლის გეგმები მას შემდეგ, რაც იქ ნორმაზე მაღალი მაჩვენებლები აღმოაჩინეს. პოლონეთი, აღმოსავლეთ გერმანია და შვედეთიც ასევე შეშფოთდნენ და ზოგიერთ რეგიონში ფერმერებს ურჩიეს, რომ პირუტყვი რამდენიმე კვირის განმავლობაში შენობაში შეეყვანათ, რათა რადიაციის ზემოქმედებისგან დაეცვათ ისი. მოსახლეობას ურჩიეს არ დაელია შეგროვებული წვიმის წყალი და თავი შეეკავებინა გარეულის სოკოსა და ბოსნეულის ჭამისგან, რადგან ჯერ კიდევ უცნობი იყო რამდენად ძლიერი იყო მათი დაბინძურება. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად პოლონეთი დაზარალდა და როდესაც პანიკა გავრცელდა, მოსახლეობამ იოდის და დაუბინძურებელი საკვების შეძენა დაიწყო. ცნობილია, რომ იოდი ხელს უწყობს რადიაციული დაბინძურების პრევენციას. მაგრამ დასავლეთ გერმანიაში მთავრობამ დაიწყო მოსახლეობის გაფრთხილება, რომ იოდის აბები ზომიერად მიეღოთ, რადგან პანიკამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე ადამიანმა ზედმეტი რაოდენობით მიიღო და იოდით მოიწამლა. მთავრობამ დაიწყო ახალი რძის მიწოდების შეზღუდვა ქვეყნის ყველაზე დაზარალებული რეგიონებიდან. რადგან რადიაციის ზემოქმედება ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი, ამ რეგიონებში შედიოდა ბავარია და ჰესენიც იყო. დასავლეთ ბერლინში განაცხადეს, რომ იოდის აბების მარაგი აღარ დარჩა
რადგან ხალხი ცდილობდა საკმარისი რაოდენობა მოემარაგებინა. ბუქარესტში მოქალაქეებს გააფრთხილეს, რომ დალევამდე დარწმუნებულიყვნენ, სასმელი წყალი სასმელად ვარგისი იყო, ხოლო ბელგრადში ხალხს ურჩიეს შესაძლებლობის შემთხვევაში სახლში დარჩენილიყვნენ, ან რაც შეიძლება ცოტა დრო გაეტარებინათ გარეთ. რუმინეთმა ატმოსფეროში რადიაციის დონის მკვეთრი ზრდა დააფიქსირა, ხოლო ლუქსემბურგში, ბელგიასა და ნიდერლანდებში მოქალაქეებს ურჩიეს ბოსტნეული კარგად გაერეცხათ მოხმარებამდე. იტალიაში ხალხს აუგზავნეს სალათის ფოთლების ყიდვა ან გაყიდვა, ხოლო ევროპიდან შემოტანილი ბევრი პროდუქტი დაუყოვნებლივ აიკრძალა. როდესაც არქეოლოგები საიდუმლოს აღმოაჩენენ, ჩვეულებრივ მეცნიერებს, ექსპერტებსა და ისტორიკოსებს დიდხანს არ სჭირდებათ იმის გასარკვევად, რისთვის გამოიყენებოდა ეს ნივთი, ან ვინ დაამზადა იგი. მაგრამ იგივე ვერ ითქმის უცნაურ ნივთზე, რომელიც 2024 წელს ინგლისის ნორფოლკში აღმოაჩინეს. ამ ნივთის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ასპექტი მისი ზომაა. მისი დიამეტრი მხოლოდ 0.8 ინჩია, ხოლო სიმაღლე 0.4 ინჩი, რაც არქეოლოგიური გათხრებისას მისი გამოტოვების ალბათობას ზრდიდა. მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა. ის მორთულია ცხენის მხატვრული გამოსახულებით და როგორც ამბობენ ისინი, ვინც შეისწავლა ეს ნივთი, იგი შექმნა ადამიანმა, რომელსაც მეტალზე, განსაკუთრებით ვერცხლზე მუშაობის უმაღლესი უნარები ჰქონდა. რადგან ასეთი რთული ორნამენტების შექმნა ძალიან რთული იქნებოდა. მაგრამ ისტორიკოსები გაოცებულნი დარჩნენ იმით, რისთვისაც ის გამოიყენებოდა. მიუთითებენ, რომ ეს შეიძლება იყოს სამკაული, მაგრამ მასზე არ არის არც სამაგრი და არც კაუჭი, რომლებიც ჩვეულებრივ ასეთ ნივთებზე გვხვდება. იგი აღწერილია როგორც პატარა დაჭმუჭნული ბოთლის თავსახური, თუმცა ის მხოლოდ ადამიანის თითის წვერზე დაეტეოდა. ერთმა ისტორიკოსმა განაცხადა, რომ გაკურებული დარჩა იმ დეტალების სიზუსტით, რომლითაც შექმნეს ნივთი, რომელსაც როგორც ჩანს, არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა. მან ამ ნივთზე მუშაობა შეადარა იმ სიფრთხილეს, რომელსაც იჩენს ადამიანი, როცა ბიბლიას ან სამკაულს ამზადებს სამეფო ოჯახისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ოსტატი, რომელმაც ეს არტეფაქტი შექმნა, სავარაუდოდ სხვა სფეროებშიც იყო გამოცდილი. შესაძლოა მათ უმუშავიათ მნიშვნელოვან ტექსტებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შემკული იყო მოსაოქროვებელი სითხით, რომელიც მზადდებოდა დაფქული ოქროსგან და შემდეგ შერეული იყო ვერცხლის წყალთან. მან ეს დასკვნა მას შემდეგ გააკეთა, რაც არტეფაქტების გვერდებზე არსებული ორნამენტები გაანალიზა და ისინი ძალიან გავდა იმავე პერიოდის მანუსკრიპტების მორთულობას. დამატებითი კვლევის შედეგად ექსპერტებმა შეძლეს ნივთის დათარიღება მერვე ან ადრეული მე-9 საუკუნით. გამოყენებული დეკორაციების გამო მიიჩნევა, რომ მას რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. თუ ეს მართლაც სამკაულია, ის ეკუთვნოდა მნიშვნელოვან პირს, რადგან ვერცხლისა და ოქროს ნივთებს მხოლოდ ძალაუფლების მქონე ადამიანები ან დიდარი პირები ატარებდნენ, რომლებიც თავიანთი სტატუსით გამოირჩეოდნენ საზოგადოებაში. კიდევ ერთი დამაბნეველი ასპექტია, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ნივთი ჯაჯვზე, ტანსაცმელზე ან უფრო დიდ საგანზე მიმაგრებულიყო. მას არ აქვს საკეტი, კაუჩი ან რგოლი, სადაც ჯაჯვის გატარება იქნებოდა შესაძლებელი და მისი აღმოჩენის შემდეგ ბევრი ვარაუდი გამოითქვა, მაგრამ მისი დანიშნულება კვლავ უცნობია. როდესაც აშკარა გახდა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში კატასტროფის დღეს რაღაც არასწორად იყო, იმ დროს მყოფ თანამშრომლებს უთხრეს, რომ დოზიმეტრით გაეზომათ გამოსხივების დონე, რათა დაედგინათ, რამდენი რადიაცია გამოიყოფოდა გარშემო ატმოსფეროში. საწყისი მაჩვენებლები იყო სამწერტილი X რენტგენი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ეს კონკრეტული დოზიმეტრები მაქსიმუმ ამ რიცხვზე აჩვენებდნენ და მალე აშკარა გახდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობა შეუძლებელი იყო. შემდგომში გაირკვა, რომ რეალური მაჩვენებელი საათში დაახლოებით 20,000 რენტგენი იყო, რაც თითქმის წარმოუდგენელი რაოდენობა. ვინც 500 რენტგენს დაექვემდებარება, გარდაუვალია, რომ სიცოცხლეს დაკარგავს. როგორც ამას ადასტურებს ბევრი ადამიანი, ვინც დაიღუპა, როცა სასუწარკვეთილები ცდილობდნენ სადგურის კონტროლის აღდგენას, რაც საბოლოოდ უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა. აფეთქების შედეგად სადგურიდან უზარმაზარი რაოდენობის რადიოაქტიური მასალა გამოიტყორცნა, რაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ჩამოგდებული ატომური ბომბების მიერ გამოყოფილ მასალაზე 400-ჯერ მეტი იყო. გარდა ამისა, ჩერნობილის აფეთქებას თან ახლდა უფრო ხანგრძლივად მოქმედი რადიოაქტიური იზოტოპები, როგორიცაა ცეზიუმი 127 და იოდი 131, რომლებიც გრძელვადიანი დაბინძურებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზია მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მხოლოდ ორი იყო იმ 100 მეტი რადიოაქტიური ელემენტიდან, რომლებიც იმ დღეს ატმოსფეროში გამოიტყორცნა. მაგრამ საბედნიეროდ ამ ელემენტების უმეტესობა მესობა მოკლეხნიანი იყო და შესაბამისად ბევრად ნაკლებად საშიში. შედარებისთვის ჰიროსიმაში აფეთქებამ დაახლოებით 8 მილის რადიუსში იმოქმედა იმ წერტილიდან, სადაც ატომური ბომბი ჩამოაგდეს.
მაშინ როცა ჩერნობილის აფეთქებამ დაახლოებით 100,000 მილის დიამეტრის ფართობი დააზიანა სადგურის გარშემო. რაც შეეხება ბიოლოგიურ ეფექტებს, რომელსაც ეს გამოსხივების გამოყოფა იწვევს და რომელიც საათში სივერტექში იზომება, მონაცემები შთამბეჭდავია. რეაქტორის ბირთვის უშუალო სიახლოვეში საათში 300 სივერტი გამოიბრუქვა. სრული სხეულის დასხივება მხოლოდ 8 სივერტი საათში, რაც 37-ჯერ ნაკლებია ადამიანისთვის რამდენიმე კვირაში მომაკვდინებლად იქნება. ნამსხვრევების გროვამ, რომელიც ცირკულაციის ტუმბოს ზონაში ჩავარდა, საათში 100 სივერტამდე გამოსხივება გამოიწვია, ხოლო ელექტროლიზატორებთან ახლოს საათში 500-დან 100 სივერტამდე გამოსხივება იყო. აფეთქების შემდეგ მიიჩნევა, რომ პრიპიატში გარკვეულ ზონებში საათში 300 სივერტამდე გამოსხივება დაფიქსირდა და იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის მცხოვრებლები მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იქნენ ევაკუირებული, ეს ბევრ ადამიანს სიცოცხლის დაკარგვამდე მიიყვანა. 2009 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სადგურის გაგრილების კოშკები შიგნით კვლავაც გამოყოფდნენ საათში 1,5 მიკროსივერტამდე გამოსხივებას, ხოლო კოშკების უკანა მხარე უფრო რადიოაქტიური იყო და მეტი გამოსხივება გამოჰქონდა. მათ საათში 12 მიკროსივერტზე მეტ გამოსხივებას გამოყოფდნენ. მეოთხე რეაქტორის გარშემო მდებარე გზები, რომელიც ავარიაში იყო ჩართული, დღემდე აჩვენებენ საათში 2,6 მიკროსივერტის გამოსხივებას. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ობიექტი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩერნობილის ტყეში, არის მეტალის კლანჭი, რომელიც გამოიყენებოდა გაწმენდითი სამუშაოების დროს. ის ჯერ კიდევ უკიდურესად რადიოაქტიურია და აღმოჩენილია, რომ გამოყოფს დაახლოებით 326 მიკროსივერტს საათში, 10 წლეულების შემდეგაც კი. ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ამ კლანჭის შესახებ ის არის, რომ ის ტყეში მიწაზეა დატოვებული და რამდენიმე ადამიანი, ვინც ტყეში იმყოფებოდა, იქნება ეს კანონიერად თუ არა, შემთხვევით წააწნა მას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ჩერნობილის კატასტროფის გავლენის ნამდვილი მასშტაბის გააზრება გარშემო ტერიტორიასა და ევროპის ზოგიერთ ნაწილზე რთულია. ძირითადად იმიტომ, რომ გაჟონილი რადიაციის მიერ გამოწვეული ზიანის დიდი ნაწილი მხოლოდ აფეთქების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დაიწყო გამოვლენა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა სადგურზე ხანძართან ბრძოლისას და გაწმენდითი სამუშაოების დროს, რომელთაც დასრულებამდე ძალიან დიდი დრო დასჭირდა. მაგრამ გამოშვებული რადიაცია არ იყო ლოკალიზებული და გრძელვადიანი ეფექტები პრიპიატის მცხოვრებლებზე, სხვა მეზობელი ქალაქების მცხოვრებლებზე და ისეთ შორეულ ქვეყნებზე, როგორიცაა შვედეთი, მხოლოდ წლების შემდეგ გახდა აშკარა. კატასტროფის შემდეგ გასული პირველი 2000 წლეულის განმავლობაში 100 მეცნიერისგან შემდგარმა საერთაშორისო გუნდმა დაადგინა, რომ დაახლოებით 2000 ადამიანი დაიღუპა უშუალოდ ამ მოვლენით გამოწვეული მიზეზებით. და შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა და დაახლოებით 50-მდე დაეცა. ჩერნობილის ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აფეთქებიდან პირველ 24 საათში ადგილზე მყოფი რეაქტორის პერსონალი და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები დაახლოებით 1000 ადამიანი დიდი რაოდენობით რადიაციას დაექვემდებარა და მომდევნო 12 თვის განმავლობაში კიდევ 200,000 ადამიანი დაექვემდებარა რადიაციას. ამის შედეგად წლების განმავლობაში დაფიქსირდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 4000-ზე მეტი შემთხვევა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულთა შორის 99%-მა პაციენტმა გადარჩენა შეძლო. მამაკაცები და ქალები, რომლებმაც სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რათა ეს ტერიტორია რაც შეიძლება უსაფრთხო გაეხადათ, ნამდვილად გმირებად უნდა ჩაითვალონ. თუმცა არსებობს დამატებითი შეშფოთების საფუძველი, რადგან ათასობით ადამიანი კვლავ ცხოვრობს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ავარიის შედეგად დაბინძურდა. უკრაინა და რუსეთი გასაგებია, რომ კატასტროფის უშუალო შემდეგ ყველაზე მეტად დაზარალდნენ. მაგრამ ბელარუსიც ითვლება ძლიერ დაბინძურებულად რადიაციით. და შეფასებულია, რომ დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს იმ ქვეყნის ტერიტორიებზე, რომლებიც შეიძლება რისკიანად ჩაითვალოს. მინიმუმ 100,000 მცხოვრები ცხოვრობს ტერიტორიებზე, რომლებიც მკაცრი კონტროლის ზონად არის კლასიფიცირებული. მაგრამ ითქვა, რომ ეს კლასიფიკაცია შეიძლება მებამოძველებული იყოს და ეს რიცხვები გადახედვას საჭიროებს. მოსახლეობის უმეტესობა მიიღო მთლიანი სხეულის დასხივების შედარებით დაბალი დოზები. და რამდენიმე კვლევის მიხედვით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამან გავლენა მოახდინა ნაყოფიერებაზე, ან გამოიწვია თანდაყოლილი დეფექტების ზრდა. როდესაც საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ აღიარა ავარიის ნამდვილი მასშტაბი, 116,000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ყველაზე დაზარალებული ტერიტორიებიდან, ხოლო დამატებით 230,000 ადამიანს მოუწია შედარებით ნაკლებად დაზარალებული ადგილების დატოვება მომდევნო კვირებში. მაგრამ ამ დროისთვის რადიაციამ უკვე დაიწყო თავისი მძიმე შედეგების გამოვლენა. გადასახლების მცდელობები ძალიან ტრაუმული აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც იძულებით მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება. და მითების გამო თუ რა დაემართებოდათ მათ, ვინც დაბინძურებულ ტერიტორიებზე დარჩა, ზოგიერთმა ადამიანმა პარალიზებამდე მისული ფატალიზმი განიცადა.
ეს ნიშნავს, რომ მათ ეგონათ თითქოს ძალიან ცოტა რამ შეიძლებოდა მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაკეთებულიყო, რადგან ცრურწმენით იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამ მენტალური მდგომარეობის სიმპტომებია ამბიციის ნაკლებობა და უჩვეულო დიდი აპათიის გამოვლენა. კატასტროფის ფსიქოლოგიური გავლენა დაზარალებულ ადამიანებზე აშკარაა, მაგრამ მათ ასევე მოუწიათ მომავალში ჯანმრთელობის პრობლემების, მაგალითად კატარაქტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების შესაძლებლობასთან გამკლავებას. ზოგიერთი ყველაზე დამაბნეველი საიდუმლო, რომელიც დღემდე აოცებს ისტორიკოსებს, არის არტეფაქტები, რომლებიც აღმოჩენილია და თითქოს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ზოგ შემთხვევაში მათ ადგილიდან ამოვარნიულ არტეფაქტებს უწოდებენ, მაგრამ სხვა შემთხვევებში ისტორიკოსები გაოცებულნი არიან იმით, რომ ეს ნივთები ათასობით წლის განმავლობაში ყველა მოლოდინის საწინააღმდეგოდ კარგად შენარჩუნდა. ერთ-ერთი ასეთი არტეფაქტი გოუჯიანის ხმალია, რომელიც დაახლოებით 2500 წლით თარიღდება. ის აღმოაჩინეს მაშინ, როდესაც არქეოლოგთა ჯგუფი ჩინეთში ძენგის მდინარის გასწვრივ მუშაობდა. გათხრების მიზანი იყო იმ სამარხების აღმოჩენა, რომლებიც ადრე იყო ნაპოვნი. მაგრამ ამ სამუშაოს შესრულებისას მათ 2000 სხვა ამოღებულ და შენახულ არტეფაქტს შორის ყველაზე მოულოდნელი ნივთი აღმოაჩინეს. მაგრამ გოუჯიანის მახვილი ყველაზე შთამბეჭდავი იყო. ის აღმოაჩინეს იმ ადამიანის ნეშტთან ერთად, ვისი კუბოც ძლიერად იყო წყლით დაზიანებული. კუბო მიწაში 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, ამიტომ მათ განსაკუთრებულად მიიჩნიეს, რომ მახვილი ასეთ კარგ მდგომარეობაში იყო. მიჩნეულია, რომ მახვილის შესანიშნავი ოსტატობის, მათ შორის მისი ბუდის, რომელიც თითქმის წყალგაუნდარი იყო წყალობით, პირი დაცული იყო მიწისქვეშა წყლისგან, რომელმაც დააზიანა კუბო და სხვა ბუნებრივი ელემენტები. პირის სიგრძე 22 დუიმია, ხოლო დარის სიგრძე 3,3 დუიმია. როდესაც ის ბუდიდან ამოიღეს, პირი პრაქტიკულად იდეალური იყო და ბევრი წყაროს მიხედვით ჯერ კიდევ საკმარისად ბასრი იყო, რომ 20 ფურცელი ქაღალდი გაეჯერა. პირი ძირითადად სპილენძისგან არის დამზადებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მასში მცირე რაოდენობით კალაც არის. დამცავი მორთულია ფირუზით და ლურჯი კრისტალებით, ხოლო როდესაც მახვილი დაათარიღეს, აღმოჩნდა, რომ ის დამზადდა ჩვენს ერამდე 771-დან 403 წლებს შორის, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდიდა მის მდგომარეობას. დათვალიერებისას ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ პირის ზედაპირზე 8 სიმბოლო იყო ამოტვიფრული და დაიწყეს მუშაობა იმის გასარკვევად, რას ნიშნავდა ეს ნიშნები. 6 სიმბოლო მიუთითებდა, რომ მახვილი დამზადებული იყო იუას მეფისთვის და ის მისი პირადი მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. მაგრამ ამან კიდევ ერთი თავსატეხი წარმოშვა. იმ პერიოდში, როდესაც მახვილი მზადდებოდა, იუას სახელი ცნობილ ტერიტორიაზე 9 სხვადასხვა ადამიანიც კი მართავდა. ერთადერთი ვარიანტი იყო შეემოწმებინათ ის კუბო, რომელშიც მახვილი აღმოაჩინეს, ასევე იმ ადამიანის ნაშთები, ვისთან ერთადაც ის იპოვეს. ამის შემდეგ დარგინდა, რომ მახვილი გოუ ძიას ეკუთვნოდა, რომელიც ცნობილია როგორც იუას მეფე, წვეცეტებლები 486-დან 465 წლებში. იგი ცნობილი იყო როგორც კარგი მეფე, რომელიც თავს სხვებზე მაღლა არ აყენებდა. მას ასევე ჰქონდა რეპუტაცია, რომ რთულ დროსაც კი წინ მიიწერდა თავის სამეფოში, ხშირად უბრალო ხალხისთვის განკუთილ საჭმელს ჭამდა და არ ანებიურებდა თავს მაშინ, როცა ისინი გადარჩენისთვის იბრძოდნენ. როგორც ეს ბევრ სხვა მონარქს ჩვეოდა ისტორიაში. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მახვილი გუჯისთვის დაამზადეს, მისი თავმდაბლობისა და იმ ფაქტის პატივსაცემად, რომ იგი თავისი სტატუსის მიუხედავად ახლოს იყო თავისი სამეფოს ხალხთან. სამწუხაროდ, როდესაც მახვილი სინგაპურში გამოფენაზე წაიღეს, მასზე ბზარი გაჩნდა მაშინ, როცა ერთ-ერთმა მუშაკმა სცადა მისი გამოფენის ვიტრინიდან ამოღება. მას შემდეგ მახვილი ჩინეთში დარჩა და სავარაუდოდ აღარასოდეს გაასესხებენ. 79 წლში ჰუასუეს გაუჩინარება მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ 2025 წლის გაუხსნელ გაუჩინარების საქმეთაგანია. მისმა ოჯახმა რამდენჯერმე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, რომ თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია მისი ბოლო გადაადგილებების ან ამჟამინდელი ადგილსამყოფელის შესახებ, გამოჩნდნენ, მაგრამ დღემდე არანაირი დამატებითი კვალი არ აღმოჩენილა, რაც მიუთითებდა რა დაემართა მას. 2025 წლის დეკემბერში გაირკვა, რომ სუე დემენციით იტანჯებოდა. ამიტომ მასზე ზრუნავდნენ მისი ქმარი და შვილი, სანამ Great Neck-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა. იმ დღეს ის დაახლოებით 3 საათზე გავიდა სახლიდან, რომელიც ოუკლის ქუჩაზე მდებარეობს. შესაძლოა სასეირნოდ გავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახი მისი უსაფრთხოების გამო შეშფოთდა, მაგრამ როდესაც ვერც იპოვეს და ვერც დაუკავშირდნენ, იმავე ღამეს პოლიციას მიმართეს და დაკარგულის შესახებ განაცხადი გააკეთეს. მათ აუხსნეს, რომ სულ მხოლოდ მცირედ ინგლისურად ლაპარაკობს და მისი მდგომარეობის გამო შესაძლოა სახლში დაბრუნება გაუჭირდეს. სამწუხაროდ, ჩუს ვერ მიაგნეს მისი მობილური ტელეფონის საშუალებით, რადგან ის სახლში დატოვა, როცა იმ დღეს გავიდა.
გარდა ამისა, მის სპორტულ ფეხსაცმელზე დამაგრებული ლოკაციის თეგიც უსარგებლო აღმოჩნდა, რადგან სახლიდან გასვლის წინ ის ფეხსაცმელი არ ჩაუცომს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩუ ოჯახის სახლს მოსცილდა. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა მას თან არ ჰქონდა რაიმე თვალთვალის მოწყობილობა. ვარაუდობენ, რომ უბრალოდ დაავიწყდა თან წაეღო. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი დრო, რაც ჩუ სახლიდან მოშორებით იყო, 12 საათი გახდათ და იმ შემთხვევაშიც მან დამოუკიდებლად შეძლო სახლში დაბრუნება. არსებობს რეალური შიში, რომ ის შეიძლება დაიბნა ან დაეკარგა ორიენტაცია ოჯახისგან მოშორებით ყოფლისას და შესაძლოა ახლა ცდილობდეს სახლში დაბრუნებას. მაგრამ რადგან ის ძირითადად მანდარინულად ლაპარაკობს, შეიძლება გაუჭირდეს ხორთან კომუნიკაცია. მისმა ოჯახმაც გამოთქვა შიში, რომ სიუ შეიძლება სამედიცინო გადაუდებელ მდგომარეობაში იყოს და დაამატეს, რომ თუ ვინმე დახმარებას შესთავაზებს, შეიძლება უარი თქვას. საზოგადოებისთვის მიმართვაში მათ განაცხადეს, რომ სიუ ჩვეულებრივ სწრაფად დადის და ხშირად შეიძლება დაინახოთ, როგორ ელაპარაკება საკუთარ თავს, რაც შეიძლება დაეხმაროს მის ამოცნობაში. ხელისუფლებამ გრეით ნეკის რაიონში მსხორებ მოსახლეობას სთხოვა, გადაამოწმონ თავიანთი უსაფრთხოების სისტემები, თუ სიუ სადმე გამოჩნდება. თუ ასეთი ჩანაწერი მიიღება, ეს შეიძლება დაეხმაროს მისი ბოლო გადაადგილებების დადგენაში. გამომძიებლებმა დაამატეს, რომ შესაძლოა მან თავად სადოს ქუინში წასვლა, კონკრეტულად კი ბეისაიდის რაიონში, თუმცა ამ ტერიტორიიდან მისი დანახვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთანავე ნასაუ ქაუნთის პოლიციის დეპარტამენტმა სთხოვა ყველას, ვისაც აქვს ინფორმაცია სიუს ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდნენ მათ ნომერზე 516 573 7347. 9 წლის მაიკლ ჯეი სმოლი აბინგდონიდან, ვირჯინია, 2025 წლის მარტიდან დაკარგულია და პოლიცია სულ უფრო მეტად ღელავს მის უსაფრთხოებაზე, რადგან მისი გაუჩინარებიდან რამდენიმე თვეში მისი კვალი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი. 2022 წელს მაიკლმა გადაინაცვლა Green Acres-ის დამხმარე საცხოვრებელ დაწესებულებაში აბინგდონში, მას შემდეგ რაც მას დემენცია დაუდგინდა. და იქ მას მიიღო საჭირო მოვლა და ბოლო 3 წლის განმავლობაში იქვე დარჩა. მაგრამ მისი გაუჩინარების დროს მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ სხვა დაწესებულებაში გადაეყვანათ. მაგრამ სანამ ამას მოახერხებდნენ, მათ აცნობეს, რომ ის იქ აღარ იყო და დაწესებულების პერსონალს არ ჰქონდა წარმოდგენა, საიდან დაეწყო ძებნა. არის ვარაუდი, რომ ის შეიძლება ცდილობდეს ჩარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინაში წასვლას. სადაც ის ცხოვრობდა, დაწესებულებაში შესვლამდე და მისი დიაგნოზის გამო შესაძლოა გზაებნა და ეხლა ვეღარ ახერხებს დაბრუნებას. მისი ასაკისა და სამედიცინო მდგომარეობის გათვალისწინებით, მაიკლი ითვლება რისკის ქვეშ მყოფად, რადგან შესაძლოა ვერ შეძლოს თავlo ოჯახის მოვლა, ოჯახის წევრებისა და მომლელების გარეშე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც შეიძლება მალე იპოვონ, რათა უსაფრთხოდ დააბრუნონ. პოლიციის მიერ მოგვიანებით მოპოვებული ვიდეო კამერების ჩანაწერების წყალობით, ცნობილია, რომ მაიკლი 2025 წლის 24 მარტს მარტო და ფეხით გავიდა Green Acres-იდან. ჩანაწერში ჩანს, რომ ის იმ დღეს დაახლოებით 4 საათზე დოუჯს ტერიტორიას, ხოლო მოწმე იტყვის, რომ მაიკლის აფთიაქის მიმდებარედ დაახლოებით 6:30-ზე ნახა. როდესაც კითხეს, რატომ შეიძლებოდა მაიკლს შარლოტში გამგზავრება ეცადა, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ მისი და იქ ცხოვრობს. მან ადრე ისაუბრა იქ გამგზავრებაზე და იმდენად იყო შეპყრობილი თავისი დის კვლავნახვის სურვილით, რომ ჩვევად ჰქონდა ყოველთვის ჯიბეში ეტარებინა მისი მისამართი, სადაც არ უნდა წასულიყო. მას შემდეგ, რაც მაიკლი დაკარგულად გამოცხადდა, ორგანიზებული იქნა საძიებო ოპერაცია და მასში მონაწილეობდნენ აბინგდონის პოლიციის დეპარტამენტი, ვაშინგტონის ოლქის ვირჯინია შერიფის ოფისი, ვირჯინიის შტატის პოლიცია, აბინგდონის სახანძრო დეპარტამენტი და ვირჯინიის სოციალური მომსახურების დეპარტამენტი, სხვა უწყებებთან ერთად. მაიკლის ქალიშვილმა კერიმ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რომ მისმა ოჯახმაც ჩაატარა საკუთარი საძიებო ოპერაციები ბრისტოლის რაიონში, სადაც ისინი ესაუბრნენ უსახლკაროებს იმ იმედით, რომ ვინმეს მაიკლი დაენახა. მან დაამატა, რომ მაიკლი მიჩვეული იყო გრძელ ლაშქრობებსა და სეირნობებს, ამიტომაც შეიძლებოდა საკმაოდ დიდი მანძილი გაევლო მანამ, სანამ ვინმე შეამჩნევდა, რომ ის დაკარგული იყო. მის ოჯახს ახლა უკვე აღარ დარჩა ადგილების აძიებლად და სთხოვეს ყველას, ვისაც რაიმე წინადადება აქვს, სად შეიძლება კიდევ გააგრძელონ ძებნა, რომ აუცილებლად მიაწოდონ ინფორმაცია. კერიმ ახსნა, რომ Green Acres-ის მცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ მოსვლა და წასვლა დავლა როცა უნდათ და დაამატა, რომ როცა მაიკლი ადრე მარტო სეირნობდა, პერსონალის ცერს ყოველთვის სწრაფად შეეძლო მისი პოვნა და დაწესებულებაში დაბრუნება. ამასობაში დაწესებულებამ ოჯახს ბოდიში მოუხადა მისი გაუჩინარების გამო, ხოლო მფლობელმა გადაწყვიტა $1000-იანი ჯილდო შესთავაზოს ყველას, ვინც მიაწვის ინფორმაციას, რაც მაიკლის პოვნას გამოიწვევს. ცნობილია, რომ მაიკლს ხანმოკლე გამოფხიზლების პერიოდები აქვს და არსებობს შიში, რომ ერთ-ერთ ასეთ მომენტში მას მძღოლმა მანქანით წაიყვანა. თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ ვაშინგტონის ოლქის dispatchers შემდეგ ნომერზე 276 67 66 2 277.
როდესაც ვინმე გაუჩინარდება ველურ ბუნებაში, აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას არ აქვს საკმარისი მარაგი და აღჭურვილობა, რომ დიდხანს გაძღოს ბუნების პირობებში. ამიტომ 59 წლის რობერტ უიორის ოჯახი სასოთარკვეთილია ნებისმიერი მინიშნების მისაღებად, თუ სად შეიძლება იყოს იგი. და ხელისუფლებაც იზიარებს ამ შეშფოთებას. აცხადებენ, რომ მათ ნამდვილად სერიოზული შეშფოთება აქვთ მისი უსაფრთხოების გამო. რობერტი მუშაობს ეროვნული პარკის სამსახურში, ამიტომ მას დიდი გამოცდილება აქვს ბუნებაში. მაგრამ ის ფაქტი, რომ მან ვერ მოახერხა კონტაქტი მეგობრებთან და ოჯახთან, მათ დიდ შფოთვას იწვევს, რადგან მისი მოულოდნელი გაუჩინარება მისთვის სრულიად არადამახასიათებელია. ცნობილია, რომ 2025 წლის 24 ივნისს რობერტი დროის გატარებას დორიშან ბეის საზოგადოებრივი გამოყენების კაბინაში ატარებდა, რომელიც სკაილატის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ის სამსახურში არ იყო და გადაწყვიტა თავისი თავისუფალი დრო კაბინაში გაეტარებინა. მისი დედა მოგვიანებით გამომძიებლებს ეთქვეს, რომ რობერტმა მას დაურეკა და უჩიოდა, რომ კაბინაში დრო არ მოსწონდა. მან აღნიშნა, რომ ალბათ სხვა ადგილს მოძებნიდა, საიდანაც ლაშქრობაში წავიდოდა და თქვა, რომ სავარაუდოდ ზემო კენაის მდინარის ფჩერეს გადავიდოდა. როგორც კი მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს, მას შემდეგ რაც სამსახურში არ გამოცხადდა, დაიწყო საძიებო ოპერაცია სამძებრო ძაღლების ჯგუფების დრონების, ვერტმფრენების, ნავებისა და რაფების დახმარებით, მაგრამ თავდაპირველად რობერტის კვალი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ 28 ივნისს მაშველებმა საბოლოოდ პირველი კვალი იპოვეს. რობერტის ზუგჩანთ აღმოაჩინეს ზედაკენაის მდინარის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ის ხეების გროვაში გაიჯედა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მან მართლაც განახორციელა თავისი გეგმა და ახალი ბანაკის ადგილის მოძებნას სცადა. მისი მანქანა პირველი ივლისს იპოვეს, მაგრამ მანქანის ჩხრეკისას გამომძიებლებმა ვერაფერი სასარგებლო ვერ აღმოაჩიეს. შემდეგ ზემო კენაის მდინარის ტერიტორიაზე ჩატარდა ძებნა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები თვლიან, რომ ის შესაძლოა ისევ იმ ტერიტორიაზე იყოს, ძებნა ოფიციალურად შეწყდა 24 ივნისს. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალში კიდევ გაიმართება კოორდინირებული ძებნები. ეს ძებნები ჩატარდება ეროვნული პარკის სამსახურისა და ალასკის შტატის პარკების მიერ, ალასკის შტატის ტრუპერების დახმარებით. რობერტის დედა მას შემდეგ დაიწყო GoFundMe კამპანია, რადგან რობერტის ნივხები და მანქანა სახლში დასაბრუნებელია. ეს ძალის ხნავა, როგორც მისი დედა ამბობს, მათ ბევრ ფულს დაუჯდებათ. ამ დროისთვის კამპანიამ ოდნავ მეტი ვიდრე $2,000 შეაგროვა. მან დაამატა, რომ პრეზიდენტს და თავისი შტატის სენატორს ჯერი მორენს წერილი მისწერა თხოვნით, რომ პროფესიონალი მკვინთავები გაეგზავნათ იმ ადგილებში, სადაც რობერტი შეიძლება იყოს, მაგრამ პასუხი არ მიუღია. თუ თქვენ ან ვინმეს ვინც იცნობთ, გაქვთ რაიმე ინფორმაცია რობერტის საქმეზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ კენაის ეროვნული ველური ბუნებების თავშესაფრის შტაბს, ნომერზე 9 107 262 721. 63 წლის ფრედი ვონ ვალკენბორგი 2025 წლის მეორე ნახევარში გაუჩინარდა, მაგრამ მისი საქმე კვლავ გაუხსნელად რჩება, რადგან მისი ოჯახი, მეგობრები და სამართალდამცავები ვერ ახერხებენ მის პოვნას. და მათ საზოგადოებას დახმარებას თხოვეს იმედით, რომ მისი საქმე გაიხსნება. იმ წლის ნოემბერში ფრედი ცხოვრობდა პორტ ჩარლოტში, ფლორიდაში და ბოლოს ის ნახეს, როდესაც ტოვებდა თავის სახლს, რომელიც ბერის ავენიუზე მდებარეობდა. ის უნდა დაბრუნებულიყო სამსახურში 2 დეკემბერს, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ფრედის ოჯახის წევრებს აცნობეს მისი გაუჩინარების შესახებ, მისმა დედამ პოლიციას მიმართა და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეიტანა. და მას შემდეგ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მის საპოვნელად, მაგრამ თითქმის უშედეგოდ. საინტერესოა, რომ მისმა მეუღლემ არ შეატყობინა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში დაგეგმილ დროს არ დაბრუნდა და არსებობს სერიოზული შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რის გამო რადგან რობერტს ყოველდღე ინსულინის მირება სჭირდება. მიჩნეულია, რომ ამ დროისთვის მას ინსულინი უკვე აღარ აქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის იპოვონ, რათა მიიღოს მისთვის აუცილებელი მედიკამენტი. ხელისუფლების განცხადებით, რობერტის საქმის ზოგიერთი ასპექტი ძალიან უცნაურად გამოიყურება, ხოლო მისმა ვაჟმა დილანმა დაამატა, რომ მამის გაუჩინარება მას საეჭვოდ და მისთვის არადამახასიათებლად ეჩვენება. მას შემდეგ, რაც დაკარგულის შესახებ განაცხადი გაკეთდა, პოლიციამ ფრედისა და მისი ცოლის სახლი გაჩხრიკა და იქ იპოვეს მისი საფულე, მანქანა და გასაღებები, ასევე მობილური ტელეფონი. უცნობია, რატომ დატოვებდა მან სახლს ამ ნივთების გარეშე, განსაკუთრებით ტელეფონის გარეშე, რადგან ჩვეულებრივ ის ოჯახთან კონტაქტს ყოველთვის ინარჩუნებდა. თუ მას ტელეფონი თან ექნებოდა, შესაძლოა მისი გადაადგილების კვალის პოვნა შესაძლებელი ყოფილიყო, მაგრამ ეს შეუძლებელია. ხელისუფლებამ რამდენიმე ძებნა ჩაატარა ვეტერანთა პარკის ტერიტორიაზე, რომელიც ეჯოთერთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ძებნის ძაღლების გამოყენების მიუხედავად არანაირი კვალი არ აღმოაჩინეს. უნდა აღინიშნოს, რომ ფრედი გაუჩინარების შემდეგ წყვილის სახლში წერილი იპოვეს, თუმცა პოლიციამ არ გაამჟღავნა რა ეწერა მასში, ან საერთოდ იყო თუ არა მისი ავტორი ფრედი. ბოლოს რომ ნახეს, ის თავის სახლთან ახლოს ბეარის ავენიუზე მიდიოდა, მაგრამ ამის შემდეგ მისი გადაადგილება უცნობია.
დივენი გაქრობული იყო, როდესაც ადგილობრივი შერიფის ოფისიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მამამისი უკვე 3 დღეა დაკარგულია. მისმა ბიძამ რენდიმ საბოლოოდ შეიტანა გაუჩინარების შესახებ განცხადება და უცნობია, რატომ არ გააკეთა ეს ფრედის ცოლმა, როცა ის სახლში არ დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გაუჩინარება ოჯახისთვის საეჭვოდ ჩანს, პოლიცია აცხადებს, რომ ფრედის საქმეში დანაშაულის ნიშნებს ახედავს და არ სჯერა, რომ რაიმე დანაშაულებრივი კვალი იკვეთება. ყველას, ვისაც ფრედი უნახავს ან რაიმე ინფორმაცია აქვს მის საქმეზე, სთხოვენ დაუკავშირდეს შარლოტის ოლქის შერიფის ოფისის ნომერზე 9416 9201. 79 წლის ადიბ ედი როჰანა გარდად არის ცნობილი ნიუ-იორკის შტატის ჩენანგოს უესტალის საზოგადოებაში. მისი გაუჩინარების დროს ის ამ რაიონში 3 წელი ცხოვრობდა, ხოლო მისი ბიზნესი, მეორადი ავტომობილების დილერობა სახელად Cars R US, უკვე 20 წელია ამ ტერიტორიაზე არსებობდა. ამიტომ მისი მოულოდნელი და აუხსნელი გაუჩინარება საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. მაგრამ მიუხედავად მათი და გამომძიებლების ყველა მცდელობისა, მისი პოვნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. პოლიციამ ახლა სთხოვა ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს მის საქმეზე, გამოეხმაურონ პოლიციას, რათა ადიბის 5 შვილმა საბოლოოდ შეძლოს იმ პასუხების პოვნა, რომელსაც ეძებენ. ადიბი ბოლოს მაშინ ნახეს იყო 2025 წლის 11 იანვარს დაახლოებით შუა დღისას, როდესაც ის თავის ავტოსალონში იმყოფებოდა, რომელიც Upper Front Street-ზე მდებარეობს. მისი ოჯახი მაშინ შეშფოთდა, როცა იმ დღეს სახლში არ დაბრუნდა და როცა 14 იანვრამდე მისგან ისევ არ იყო ხმა, გადაწყვეტეს პოლიციაში დაერეკათ და დაკარგული პირის შესახებ განცხადება შეეტანათ. გამოძიების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო მისი სატელეფონო ჩანაწერების შემოწმება და გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ადიბის ტელეფონი განახლდა საღამოს 6 საათზე. მისი გაუჩინარების დღეს, მაშინ როცა ტელეფონი ავტოსალონის მახლობლად იმყოფებოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონი გამორთეს და მას შემდეგ აღარ ჩართულა. მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახმა ემოციური მიმართვა გააკეთა საზოგადოებასთან, რამდენიმე მინიშნება მიიღეს და შეამოწმეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეხმარა ადიბის პოვნაში. დეტექტივებმა ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია დეტალურად შეისწავლეს, რათა დაედგინათ დაკარგული მამაკაცის გადაადგილება მას შემდეგ, რაც მან ავტოსალონი დატოვა. მაგრამ სასარგებლო სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არ აღმოჩნდა და კვლავ უცნობია, საკუთარი ნებით წავიდა თუ რაიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდა. გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ ვესტალის საზოგადოებაში ვიღაცას ნამდვილად აქვს ინფორმაცია რა დაემართა ადიბს, მაგრამ ისინი არ გამოეხმაურნენ და გამოძიება ჩიხშია, რადგან სხვა კვალი არ აღმოჩნდა. იმისათვის, რომ ვინც რაიმე სასარგებლო ინფორმაცია იცის გამოჩნდეს, მისმა ოჯახმა დააწესა $20,000 ჯილდო ყველასთვის, ვინც პოლიციას ადიბ-ადიბის პოვნაში დაეხმარება. მაგრამ ამ დიდი ჯილდოს მიუხედავად, არავინ გამოჩენილა მსგავსი ინფორმაციით. ვინც ადიბ-ადიბი ნახა, ან შეუძლია პოლიციას მისი პოვნაში დაეხმაროს, უნდა დაუკავშირდეს ბრუმის ოლქის შერიფის ოფისის ცხელი ხაზ ნომერზე 607-896. არსებობს სერიოზული შეშფოთება 36 წლის ერიკ თომას პუტნამის კეთილდღეობაზე, რომელიც 2025 წლის 4 აპრილიდან დაკარგულია. გამომძიებლებმა გაავრცელეს მისი საქმის შესახებ მაქსიმალურად ბევრი დეტალი და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ შემაშფოთებელია. ერიკი ოკალადან ფლორიდიდან არის და როდესაც ის გაუჩინარდა, მუშაობდა Marion Pneumatics and Hydraulics-ში, რომელიც მდებარეობს მაგნოლიას ავენიუზე. ის იქ ნახეს სამუშაოდ სვლაში იმ დღეს, როცა გაუჩინარდა და მას შემდეგ არც ერთ მის თანამშრომელს არ უნახავს, ან არაფერი სმენია მის შესახებ. ერიკის საქმეში ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი, მაგრამ ცნობილია, რომ მისი უსაფრთხოების შესახებ სერიოზული შეშფოთებაა იმ მტკიცებულებების გამო, რომლებიც მას შემდეგ იპოვეს, რაც ის უკვალოდ გაუჩინარდა. ივლისის მე-7-ს 3 თვის შემდეგ, მას შემდეგ რაც ერიკი დაკარგულად გამოცხადდა, მისმა დედამ რებეკა სანჩესმა მიიღო ზარი ვიღაცისგან, ვინც მისი მანქანა შენიშნა, მაგრამ მათ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ მხოლოდ კიდევ უფრო გაამძაფრა შეშფოთება ერიკის უსაფრთხოების გამო. მათ აცნობეს, რომ მისი მანქანა მთლიანად იყო დამწვარი, სანამ ის აღმოაჩენდნენ ორლანდოში, აღმოსავლეთ ანდერსონის ქუჩა 1224-ში. და რომ ის გაიყვანეს იქიდან მანამდე, სანამ შემთხვევის ადგილი გამომძიებლებს შეესწავლათ. არსებობს ვარაუდი, რომ ვიღაცა მანქანას ცეცხლი წაუკიდა, რათა შესაძლო მტკიცებულებები გაენადგურებინა. თუმცა ეს მხოლოდ თეორია, რადგან დანაშაულის სხვა ნიშნები არ აღმოჩენილა. მისმა ოჯახმა მიმართა მარიონის ოლქის საზოგადოებას და სთხოვა ყველას, ვისაც რაიმე წარმოდგენა აქვს რა დაემართა იმ დღეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს პოლიციას. იმ ტერიტორიაზე, სადაც მისი მანქანა იპოვეს, მტკიცებულებების მოსაძებნად მუშაობდნენ, მაგრამ გამოსაყენებელი არაფერი აღმოაჩინეს. არავის უნახავს ხანძრის მიზეზი, ამიტომ უცნობი დარჩა იყო ეს განზრახ დაკეთებული თუ მანქანას უბრალოდ ელექტროპრობლემები ჰქონდა, რამაც ცეცხლი გაუჩინა.
გარდა ამისა, უცნობია, იყო თუ არა ერიკი ადგილზე, როცა ხანძარი გაჩნდა, დატოვა თუ არა ტერიტორია ფეხით ან მანქანით, ან წაიყვანეს თუ არა იგი იძულებით მიზეზების გამო, რომლებიც კვლავ უცნობია. ვინც იცის, რატომ დაიწყო ერიკის მანქანა, ან ვისაც სურს მისი ნახვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უნდა დაუკავშირდეს მერიონ ქაუნთის შერიფის ოფისს, ნომერზე 3 5 2 7 3 2 8 8 1 1. 27 წლის ტაინა ნარესკასთვის არ არის უჩვეულო, რომ დროდადრო დატოვოს ოჯახის სახლი ლოურენსვილში, ჯორჯიაში. მაგრამ ყოველთვის ბრუნდებოდა 1 ან 2 დღის შემდეგ. მისი ოჯახის თქმით, ტაინა ნარესკას გაუჩინარებამ 2025 წლის 1 მაისს დიდი შეშფოთება გამოიწვია, რადგან მას შემდეგ ვერ შეძლეს მასთან დაკავშირება. მისმა ნახევარდამ, ნატიფა ჩარლზმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის და ტაინის ოჯახის დანარჩენი წევრები ელოდნენ, რომ ტაინა იმ დღეს ან მეორე დღეს დაბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და ისინი სულ უფრო მეტად ღელავენ მის უსაფრთხოებაზე. მან სახლი დატოვა 1 მაისის შუადღეს და აღინიშნა, რომ თან ჰქონდა რამდენიმე პირადი ნივთი. მან არ უთქვამს, სად მიდიოდა ან რა გეგმები ჰქონდა, რის გამოც გამომძიებლებს რთული ამოცანა აქვთ გაარკვიონ, ნებით გადაწყვეტა თუ არა სახლში აღარ დაბრუნება, თუ მას რაიმე არასასიამოვნო შეემთვა. მისმა მეგობრებმა და ოჯახმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ის არასოდეს მიატოვებდა თავის ორშულს და მიაჩნიათ, რომ მისი ხანგრძლივი გაუჩინარება მისთვის სრულიად უჩვეულოა. მას შემდეგ, რაც დაკარგული პირის საქმე გაიხსნა, გამომძიებლებმა დეტალურად შეისწავლეს ტაინას საბანკო ანგარიში და სატელეფონო ჩანაწერები, მაგრამ არც ერთ მათგანზე არ დაფიქსირებულა არანაირი აქტივობა იმ დღიდან, რაც ის გაუჩინარდა. შემდეგ მათ დეტალურად შეისწავლეს მისი სოციალური მედიის ანგარიშები რაიმე მტკიცებულების საპოვნელად, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და არც ეს ანგარიშები გამოყენებულა იმ დღიდან. ცნობილია, რომ ის ფეხით გაემართა გრეისონის გზატკეცილზე, რადგან უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს, როგორც ტელეფონი ფულის სანაცვლოდ დააგირავა იმ ტერიტორიაზე. ამან ბევრი კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგალითად, რატომ დასჭირდა ფული და ჰქონდა თუ არა განზრახვა დაეტოვებინა ეს ტერიტორია და აღარ დაბრუნებულიყო, ისე რომ არც ერთ ახლოდელს არ გაეგო ამის შესახებ. როდესაც ოჯახს ამ ტრანზაქციის შესახებ აცნობეს, მათ განაცხადეს, რომ ტინას წარსულში ჰიუსტონში გადასვლაზე უსაუბრია. ხოლო გამომძიებლები ლოურენსვილის რაიონში პოლიციელებთან თანამშრომლობენ, იმ შემთხვევაში თუ ტინა იქ გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია თითქოს იმას მიუთითებს, რომ ტინა საკუთარი ნებით წავიდა, მისი ოჯახი მაინც დარწმუნებული არ არის ამაში. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში წასულა, იმ შემთხვევებში ყოველთვის შვილები თან მიყავდა და ოჯახს ეშინია, რომ შესაძლოა დანაშაულის მსხვერპლი გახდა. საინტერესოა, რომ მისი გაუჩინარება ოჯახმა მაშინვე არ აცნობა პოლიციას. ხოლოდ მას შემდეგ, რაც 4 დღე იყო გასული მისი გაუჩინარებიდან, მისმა თანაცხოვრებელმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ სამართალდამცავებისთვის მიემართა და მან არ განმარტა თუ რატომ დააგვიანა ასე ძალიან მოქმედება. მაგრამ გამომძიებლები აცხადებენ, რომ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ რაიმე საეჭვო ხდებოდა, რადგან დაკარგული პირის ყოველი საქმე ერთმანეთისგან განსხვავდება. ლოურენსვილისა და ჰიუსტონის მოსახლეობას თხოვეს თვალი ადენონ, ხომ არ გამოჩნდება ტაინა და აცნობონ სამართალდამცავებს თუ სადმე შენიშნავენ მას. თუ იცით, სად არის ტაინა, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, რაც შეიძლება დაეხმაროს მის საქმეს, გთხოვთ დაუკავშირდეთ ლოურენსვილის პოლიციის დეპარტამენტს, ნომერზე 7 7 06 7 05 05-ში 7 და მიუთითოთ საქმის ნომერი 2 5 0 5 0 0 9. 26 წლის ეშლი მური კვლავ დაკარგულად ითვლება, მიუხედავად მისი ოჯახის და გამომძიებლების ყველა მცდელობისა, რომ იპოვონ იგი. 2025 წლის სექტემბერში ეშლი ცხოვრობდა ჰარტველში, ოჰაიოში. ის ბოლოს იქ ნახეს დაახლოებით 10 სექტემბერს და მას შემდეგ, რაც ეშლიმ შეწყვიტა ოჯახთან და მეგობრებთან კონტაქტი, მათ შორის შეშფოთება მისი მდგომარეობის გამო კიდევ უფრო გაიზარდა. მათ არ გაუმჟღავნებიათ, რატო ფიქრობენ ასე, მაგრამ ეშლის ოჯახმა გამომძიებლებს უთხრა, რომ შესაძლოა ეშლის ლას-ვეგასში გამგზავრება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, გეგმავდა თუ არა იქ მუდმივად გადასვლას, თუ სხვა მიზეზით აპირებდა წასვლას. როდესაც ეშლის სახლში დაგეგმილ დროს არ დაბრუნდა, მისმა ოჯახმა ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვისთანაც ეშლის ურთიერთობა ჰქონდა, იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს ენახა ან სცოდნოდა მისი გეგმების შესახებ. მაგრამ ისინი ისეთივე შოკში იყვნენ, როგორც ოჯახი, როცა გაიგეს, რომ ეშლი დაკარგული იყო. მას შემდეგ ეშლისთან დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ვარაუდობენ, რომ მისი ტელეფონი ან გამორთულია, ან ბატარეა დაუჯდა. ეს ნიშნავს, რომ მისი ტელეფონის გამოყენებით მისი ადგილმდებარეობის დადგენა შეუძლებელია, რაც დიდ უკმაყოფილებას იწვევს როგორც გამომძიებლებში, ასევე მის ახლობლებში. მათ დაამატეს, რომ შესაძლოა ის მართავდეს Nissan Sentra-ს, რომელსაც დროებითი სანომრე ნიშნები აქვს დამაგრებული. როგორც ხშირად ხდება დაკარგული ადამიანების შემთხვევებში, მისმა ახლობლებმა განაცხადეს, რომ ეშლი არასდროს რჩება კონტაქტის გარეშე ასე დიდი ხნით, როგორც ამჯერად. და ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ მას შეიძლება რაღაც შეემთხვა, როცა ლას-ვეგასში მიემგზავრებოდა.
ჯერ კიდევ უცნობია მარტო მოგზაურობდა თუ ვინმესთან ერთად და მას შემდეგ რაც დაკარგულად გამოაცხადეს, არავინ გამოჩენილა რომ ეშლი ენახა. ბოლო ადამიანი, ვინც ეშლის ესაუბრა, იყო მისი ბებია, რომელმაც სექტემბერში შეძლო მასთან დაკავშირება, მაგრამ არ გაუმხელია რაზე ისაუბრეს. მისმა ახლობლებმა არაერთი მიმართვა გაავრცელეს სოციალურ ქსელებში იმ იმედით, რომ ვინმე მის ადგილსამყოფელზე ინფორმაციას მიაწვდიდა, მაგრამ დღემდე ასეთი ინფორმაცია არ მიუღიათ. მას შემდეგ მათ შექმნეს ფლაიერი, სადაც აღწერილია მისი გაუჩინარების გარემოებები და ის განთავსებულია სხვადასხვა სოციალურ ქსელში, ასევე თან ერთვის მოწოდება, რომ ვინც ეშლი ნახა, დაუკავშირდეს პოლიციას. 4 თვის შემდეგ, რაც ეშლის საქმე გაიხსნა, გამონძიებლები კვლავ ეძებენ მინიშნებებს იმის შესახებ, თუ სად შეიძლება იყოს ის. და ისინი პირობასდებენ, რომ ყველა მიღებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ, რათა მისმა ოჯახმა საბოლოოდ მიიღოს პასუხები. თუ თქვენ ან ვინმე ვისაც იცნობთ, ნახეთ ეშლი, გთხოვთ დაუკავშირდეთ ცინცინატის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 513 569 8600. გასაოცარია, რამდენი ადამიანი კარგავს სიცოცხლეს ყოველ წელს უაზრო ძალადობის გამო, რომელშიც ისინი საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ზუსტად ეს დაემართა 26 წლის კოლ ლაპოვსკის, როდესაც მან სიცოცხლე დაკარგა 2025 წლის 29 ივნისს და მისი თავდამსხმელი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. ტოლედოს ოჰაიოს პოლიციამ განაცხადა, რომ აღნიშნულ ღამეს ისინი გამოიძახეს ლინკლშაირის ბულვარზე მდებარე მისამართზე, სადაც მოწმე იუწყებოდა, რომ ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა და ამ პროცესში უდანაშაულო გამლელი დაჯრა. როდესაც გამონძიებლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ კოული მიწაზე დაგდებული ნახეს და დადგინდა, რომ მას თავში ერთი გასროლით ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. მას ადგილზე პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა და კოული გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კოული და მისი საცოლე სახლში ბრუნდებოდნენ მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თაკობელის რესტორანში იყვნენ. როდესაც ისინი აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს მიყვებოდნენ, ვიღაცამ უცნობი მიზეზით ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლა და კოული დაიჯერა. შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისამართზე, რომელიც Airbnb-ია, რამდენიმე ადამიანი წვეულებას მართავდა და ისინი ფიქრობენ, რომ სტუმრებს შორის 2 ან მეტ პირს შორის კამათი დაიწყო. კამათი ძალადობაში გადაიზარდა და რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც კოული დაიჯრა. მეზობელმა განაცხადა, რომ წვეულების დაწყებამდე მის კარზე ქალი მივიდა და აცნობა, რომ იმ დღეს მოგვიანებით მეზობლად წვეულებას გამართავდა. მან დაამატა, რომ რამდენიმე საათში 150-მდე ადამიანი შეიკრიბა და ქუჩაზე გავლა შეუძლებელი გახდა, რადგან წვეულება გზაზე გადავიდა. ცხადი იყო, რომ წვეულების მონაწილეებს ბევრი ალკოჰოლი ჰქონდათ დალეული, რადგან პოლიცია მოგვიანებით დაბრუნდა და რამდენიმე მობილური ტელეფონი წაიღო, რომელიც იქ დარჩენილიყო. გამომძიებლებს მოგვიანებით აცნობეს, რომ მეორე მამაკაცი საავადმყოფოში მივიდა მას შემდეგ, რაც მას დაარტყეს და დადგინდა, რომ ისიც წვეულებაზე დაშავდა, სავარაუდოდ იმავე თავდამსხმელის მიერ და სრულად გამოჯანმრთელდა. რადგან ინციდენტის დროს იქ ამდენი ადამიანი იმყოფებოდა, ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაინახა, ვინ გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ ჯერ არავინ გამოსულა წინ. ან დამნაშავეს იცავენ, ან ეშინიათ, რომ მათზე შურს იძიებენ. დამატებითი ინფორმაცია არ მიუღიათ და პოლიციამ სთხოვა ყველას, ვინც იმ ღამეს წვეულებაზე იმყოფებოდა, ან აქვს ინფორმაცია თავდამსხმელზე, გამოვიდეს წინ, რათა კოულის საქმეში სამართლიანობა აღსრულდეს. თავდასხმის შემდეგ კოულის მშობლებმა არამარტო ზომიერი სიკვდილის გამო სარჩელი შეიტანეს ჯენიფერ როლფის, Airbnb-ის მფლობელის წინააღმდეგ. მათ განაცხადეს, რომ მან სათანადო სიფრთხილე არ გამოიჩინა წვეულების ორგანიზებისას და რომ ის ირიბად იყო პასუხისმგებელი კოულის სიცოცხლის დაკარგვაზე. მათ განაცხადეს, რომ ვოლფმა ვერ გააკონტროლა წვეულების მასშტაბი, რომელიც კოულის სახლთან ახლოს ტარდებოდა. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ მან ვერ უზრუნველყო წვეულების მონაწილეების და მინდებარე საზოგადოების უსაფრთხოება და მიაჩნიათ, რომ ისინი იმსახურებენ $25 მილიონი კომპენსაციას და დამატებით $10 მილიონი სანქციურ ზიანს. თუ იცით, ვინ არის პასუხისმგებელი კოულის სიკვდილზე, ან შეგიძლიათ პოლიციას მიაწოდოთ რაიმე სასარგებლო ინფორმაცია მის საქმეზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ Crime Stoppers ნომერზე 4 19 25 51 11 ნომერზე 4 19 25 51 11 უცნაური საქმე დაიწყო ფილადელფიაში 2025 წლის დეკემბერში, როდესაც ევაკუატორის მძღოლს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ. ინციდენტი მძღოლის სიცოცხლის დაკარგვით დასრულდა, მაგრამ მომდევნო თვეში საქმე კიდევ უფრო გართულდა, რადგან კიდევ 2 მსგავსი თავდასხმა მოხდა. 2025 წლის 22 დეკემბერს 20 წლის დავით გარსიე მორალესი მუშაობდა 448 ევაკუაციისა და აღდგენის კომპანიაში და ის მართავდა ბიზნესის ერთ-ერთ თეთრ ევაკუატორს.
უცნობი მიზეზების გამო ვიღაცა მიუახლოვდა ევაკუატორს და ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც დავით მოხდა ტყვია და სიცოცხლე დაესრულა. როდესაც გამომძიებლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მათ დავით და მის ევაკუატორს შემთხვევის ადგილზე მიაგნეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობდნენ, მაგრამ 26 დეკემბერს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ამასობაში პოლიციამ დაიწყო მტკიცებულებების ძებნა მისი მანქანის გარშემო და მათ იპოვეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს მუქი ლურჯი ჯიპ გრანდ ჩეროკი, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა. სურათი საზოგადოებას გააცნეს და აღნიშნეს, რომ მანქანას დაზიანებული ჰქონდა ლუქი და უკანა ფანჯარა. 3 კვირის შემდეგ კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა 25 წლის არონ უიტფილდზე, რომელიც იმავე ევაკუატორის კომპანიაში მუშაობდა. ის და მისი შეკვერებული მის სატვირთო მანქანაში ისხდნენ ბასტონისა და ნორთის ქუჩების გადაკვეთაზე, როცა ვიღაცამ ცეცხლსასროლი იარაღით მათზე თავდასხმა განახორციელა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ნაცრისფერი სედანი მიუახლოვდა სატვირთოს. შემდეგ კი მანქანაში მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ადამიანებს ესროლა. შემდეგ მანქანების სწრაფად გაეცალნენ ადგილს და გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული თავდასხმა. აღნიშნული მანქანა საბოლოოდ იპოვეს და მტკიცებულებებისთვის შეამოწმეს. იმედი აქვთ, რომ თავდამსხმელებმა იქ დნმ ან ანაბეჭდები დატოვეს. ხი დატოვეს, რაც მათ იდენტიფიცირებაში და დაკავებაში დაეხმარებათ. სამწუხაროდ არონმა თავდასხმას ვერ გადაურჩა, მაგრამ მისმა შეყვარებულმა, რომელსაც ფეხზე ჰქონდა დაზიანება, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ელოდებიან, რომ სრულად გამოჯამრთელდება. რადგან ესეთი მოკლე პერიოდში ორი მსგავსი თავდასხმა მოხდა, პოლიცია იძიებს, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს. ისინი ასევე იძიებენ მესამე შემთხვევას, რომელიც მოხდა 2025 წლის 23 ნოემბერს, როდესაც 26 წლის არონ სმით სიმს დაესხნენ თავს. იმ დროს არონი ევაკუატორის მცველებისთვის ინფორმაციის მიმწოდებლად მუშაობდა. ეს ნიშნავს, რომ მას ევალებოდა ევაკუატორის მცველებისთვის შეეტყობინებინა უბედური შემთხვევების შესახებ, რათა ისინი სწრაფად მისულიყვნენ ადგილზე და დახმარება გაეწიათ. მას შემდეგ, რაც არონს თავს დაესხნენ, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გარკვეული დროის განმავლობაში იმედოვნებდნენ, რომ გადარჩებოდა. მაგრამ ის 2026 წლის 4 იანვარს გარდაიცვალა. ამ შემთხვევებში სამივე მსხვერპლი ერთსა და იმავე ევაკუატორის კომპანიაში მუშაობდა. და რადგან მათზე თავდასხმები ძალიან გავდა ერთმანეთს, ვარაუდობენ, რომ ვიღაც, ვისაც ამ ბიზნესის მიმართ წვენა აქვს, ახორციელებს ამ თავდასხმებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუნტკიცებელია. პოლიციამ ასევე მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა რაიონში გავლენისთვის მიმდინარე დაპირისპირების ნაწილი იყოს. წარსულში ფილადელფიაში ევაკუატორის კომპანიებს შორის უთანხმოებები ჰქონდათ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თითოეულ კომპანიას უნდა დაეფარა. ზოგ შემთხვევაში კი ეს დაპირისპირებები ძალადობრივადაც დასრულებულა. ამ დრომდე არც ერთი მოწმე არ გამოჩენილა და მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოკამერების ჩანაწერები არსებობს, ეჭვმიტანილები ჯერ არ იდენტიფიცირებულან. თუ იმეს აქვს ინფორმაცია ამ თავდასხმებთან დაკავშირებით, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 2168-467 და მოგვაწოდოთ ინფორმაცია. დიდი მადლობა ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭირეთ მოწონების ღილაკს. ასევე არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და დააჭიროთ ჩეთყობინების ზარს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. მე მქვია Top 5 Unknowns და შემდეგ ვიდეოში ისევ შეგხვდებით.